მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ ახალ პოდკასტს, რომლის ყურებაც შეგეძლებათ ყოველ პარასკევს YouTube არხზე მისმინე. ამ არხზე ყოველ პარასკევს დაიდება ჩვენი პოდკასტი. თუმცა რა თქმა უნდა, შემდგომაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა. ამ პოდკასტის დაწყების იდეა მე და საბას დაგვებადა და მისი აზრი იმაშია, რომ დღევანდელ რთულყოფაშიც კი მაინც მნიშვნელოვანია დაუთმოთ, რომ ფასეულობებზე საუბარს, ფასეულობებზე, რომელიც შეიძლება დღევანდელ არეულ სამყაროში, ესე ვთქვათ, ვიღაცებისთვის საკამათოა თუ საით უნდა დიოდეს საქართველოს ან ჩვენი საზოგადოება. ხო, პრინციპში სალამი ყველას და იმიტომ გადავწყვიტეთ სამ პოდკასტის გაკეთება, რომ იცვლება ძალიან სამყარო, როდის არ იცვლებოდა, მაგრამ ეხა უფრო აჩქარებულია ყველაფერი, რას ნიშნავს თავისუფლება, რისგან თავისუფლება შეიძლება უნდოდეს ადამიანს, ხო? ეხა თავისუფლება ნიშნავს მაგალითად რელიგიისგან თავისუფლებას თუ უცხო ადამიანებისგან თავისუფლებას, რაღაცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რაღაცა საზღვრების ჩაკეტვას და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებები საერთოდ რაში გვჭირდება, თუ გვჭირდება საერთოდ კიდევ სამართლიანობა როგორ გვესმის, ან ადრე როგორ ესმოდათ პრინციპში და რამდენად განვითარდით თუ უკან მივდივართ. ესეც საინტერესო შესაძლებელი იქნება და ამაზე ვისაუბრებთ ხოლმე მე მგონი ამ პოდკასტის დროს. კი, და არ იქნება ეს პოდკასტი, როგორც თქვით, მხოლოდ უფლებებზე, მხოლოდ სამართალზე, მხოლოდ ფილოსოფიაზე, არამედ იქნება ღვინოზეც. მე ესეთი პატარა ტრადიციას დავამკვიდრებ, რომ ყოველ ჯერზე მოვიტან ერთ ბოთლ ღვინოს, რომელიც რომელია მე მეწოდინება, როგორც წესი ბუნებრივი ნატურალური ღვინის მწარმოებლების პატარა მარნების ღვინოებს შევარჩევ ხოლმე და ესეთი გაფუთული იქნება გადაცემის თუ პოდკასტის ბოლომდე. მე გავიგეთ. კი, ოღონდ ესეთი წესით შევთანხმდეთ, თან ახლა წავადგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი, ჩვენი მეგობარი ლევან ღამბაშიძე. მადლობა ლევან. მადლობა მოწვევისთვის. და პირველი თემაც წავადგინოთ, დღეს ვისაუბრებთ თავისუფლებაზე. თავისუფლებაზე მისი ორივე გაგებით, ესე ვთქვათ, ფიზიკურ თავისუფლებაზეც, როგორც freedom, როგორც მას ვეძახით, ან liberty-ზეც, ანუ ფასეულობით, ესე ვთქვათ, საკითხებზე. მე პოდკასტის დასაწყისში გავხსნი ამ ღვინოს და თქვენ ესეთ დავალება გექნებათ. პერიოდულად შემოგიჭრებით ხოლმე კითხვებით ღვინოსთან დაკავშირებით. ნუ ხა ფერსიულად გამოვიცნობთ, ყოველ შემთხვევაში წითელ ღვინოს გავარჩევთ ქარვისფერისგან ან თეთრისგან, მაგრამ მე ვთქვათ, აი თქვენ შეგიძლიათ იმჯელოთ ხოლმე, რომელი ჯიშის ყურძნისგან შეიძლება იყოს, რომელ რეგიონს წარმოადგენდეს, რომელ მხარეს წარმოადგენდეს საქართველოში. რა ხილი, რა არომატები, ესე ვთქვათ, არის ღვინოში და რას თავარია მე 10 ბალიანი სისტემიდან თქვენ გადაწყვეტეთ თქვენორმა რამდენ ქულას დაუწერდით ამ ღვინოს. ბოლოს კი მე ყველას ვაჩვენოთ რა ღვინოზე იყო საუბარი, თქვენც გაიგებთ და გამახსოვრდებათ. ესე რომ შეგვიძლია გავხსნათ მე მგონი დღევანდელი პოდკასტი ამით. ღვინოში რამდენი თერკვევი ლევან? ფერს გავარჩევ. მეც ეგრე ვარ პრინციპში და გიორგი შეგვიფასებს ბოლოს. კი, ნახოთ. საინტერესო ტრადიცია პოდკასტის, მე დარწმუნებული ვარ, ანუ თქვენ ღვინის გახსნის და დალევის ტრადიცია გექნებათ და პატრულს ექნება ტრადიცია თქვენი სტუმრები დაიჭიროს გასვლის დროს ერთი ბოთლი ღვინო დალეულზე. მანქანთან ტაქსით. ხო, კი ბატონო. კი, და ღვინო რატო, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ხშირად. საქართველო არის დასავლური კულტურის, დასავლური ცივილიზაციის ვიტყოდი არა ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემქმნელი. და ღვინოც არის დასავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი, ხო, სადაც დასავლური ცივილიზაცია მიდიოდა, იქ მიდიოდა ვაზის კულტურა და მიდიოდა ღვინის კულტურა და ჩვენ კიდე ორმაგად ვამაყობთ ამით, რომ საქართველოა ღვინის ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში დღეს სოფლიომ რაც იცის, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელსაც ქვევრს ვეძახით, და ქვევრს არ არის თლად ქვევრი, მაგრამ ქვევრი ჩვენი გაგებით ახლობით 300 ლიტრიანი მოცულობის გადაჭრილ გორაზე, როგორც უწოდებენ, არის აღმოჩენილი, სადაც დადასტურებულად იყო 8000 წლის წინ ღვინო დადუღებული. ანუ ეს არ არის მარტო ჭურჭელი, არამედ შიგნით აღმოჩენილია ეს მჟავები, ესე ვთქვათ, ღვინის ადასტურებს არის. მაგას რაღაც დავები არ არის, სომხეთიც ამბობს, რომ რაღაცა ჩვენთან არის პირველი რაღაცები ნაპოვნიო და როგორ არის? ნუ აქამდე მიიჩნეოდა ირანის ტერიტორიაზე. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, მაშინ ხო არც საქართველო არსებობდა 8000 წლის წინ, არც სომხეთი არსებობდა, არც სპარსეთი არსებობდა, ხო? და ეხლა ჩვენ გვეკუთვნის ის ტერიტორია. ეს ტერიტორია სადაც არის საქართველოს, სამხრეთ საქართველოა ეხლა. იქედან სომხეთი შორს არის თუ ახლოს არის, ხო, ახლოს არის ცხადია, მაგრამ ჩვენი ტერიტორია. ხო. და ნუ აქვე ისიც ვთქვათ, რომ ვაზის ის კულტურა, რომელიც მეღვინეობაში გამოიყენება, ვიტის ვინიფერია, როგორც ვიზახთ, და კავკასიიდან წასულა, ესეც დადასტურებულია. სოფლიოში თუ კი 5000-მდე ჯიშის ყურძენზეა საუბარი, აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას ფუძე არის კავკასია და ნუ ჩვენი აქვეა სადღაც. და ჩვენ ადგილობრივი 525 უნიკალური ჯიში გვაქვს ქართული. ესეც რომ ვიცით შემოვიტან ერთი მას ლინგვისტური დასაბუთება მაგისი არის, რომ
სიტყვა რო გადადის ქვეყნიდან ქვეყანაში, ასო აკლდება ხოლმე უფრო ხშირად ვიდრე ემატება რა და ანუ ვინო რაც არის ის ანუ ღ რატომაც დაგვემატებინა ქართველებს უცნაური იქნებოდა. ამიტომ თავად სიტყვა ღვინოც კი ვინაიდან უფრო მეტ ასოს მოიცავს და ვინოს შიგნით შეიცავს ქართული წარმომავლობისას. ბატონო, ოკეი. ეს არის წითელი ღვინო. მზიან ფერდობზეა, ვაცდები მაყლის კულტურასთან ახლოს. კოქტეილი რო ყოფილიყო უფრო წარმატებული შეიძლება ყოფილიყო ჩემი გამოცნობის მცდელობები. ნახოთ. იბატონო, დავიწყოთ. მე მგონი დავიწყოთ თავისუფლებაზე საუბარი და მე მგონი ლევანით დავიწყოთ თან ლევანს. ვთქვათ, მე და ლევანს ბევრი გვისაუბრია სხვადასხვა აუდიტორიაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან, სხვადასხვა ინტერესების ადამიანებთან თავისუფლების შესახებ. მე და საბასაც ბევრი გვისაუბრია და გვიკამათია რაღაცებზე ვერჩვით თანხმებულ ვართ. მაგრამ აი საქართველოს და თავისუფლება ამ კონტექსტში დავიწყოთ. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლება როგორც ფასეულობა? ვაი. ხო, ანუ ეს ჩვენი საზოგადოების და ფუნდამენტურად ყველა საზოგადოების მნიშვნელოვანია. რა ვიცი, რაღაცნაირად ცენტრში დგას ადამიანის ცხოვრების თავისუფლება. ანუ ყველაფერი რაც შენდება თავისუფლებაზე პრინციპში. მეორე ცნებას აუცილებლად შემოვიტანს სამართლიანობას, რომელიც ასევე ფუნდამენტი არის ნებისმიერი ადამიანის ურთიერთობების, მაგრამ ზოგადად ამ თქვათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში როცა საუბრობენ რომ რა არის ის სახელმწიფო რაზე უნდა იყოს დაფუძნებული, თავისუფლება პირველი ცნება არის ყველა სიტუაციაში. ხო, იმიტომ რომ შეკითხვა იმაზე, რა ვიცი, რატო ვარსებობ არის ფუნდოვანი, რაც ვიცით არის ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით ჩვენ თვითონ განსაზღვროთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ინტერესების მიხედვით და ამას ვახერხებთ მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა ვართ თავისუფლები. ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს უნარი, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრების შესახებ, ეს უნარი არ უნდა იყოს შეზღუდული, ხო? იმიტომ რომ სხვა რა არის მაშინ ადამიანი, ხო? თუ ეს შეზღუდე რა გრჩება მაშინ, ხო? ანუ ხდება სხვის მიერ განსაზღვრული. ხო, მაგრამ აი ხო არის რომ მე გეთახმები აბსოლუტურად მაგაში, მაგრამ აი ხო არის რომ სად გადის ზღვარი, ანუ თავისუფლების ფარგლები, სად შემოისაზღვრება და როგორ უნდა ვიპოვოთ აი ეს ზღვარი თავისუფლებას და დანარჩენი საზოგადოების ინტერესებს შორის მაგალითად, ხო აი ეს სამიცებნა. ანუ ძალიან ისეთია, ლევანი რას ამბობს, როგორ არ უნდა დაეთანხმო, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ალბათ ლოგიკურად წავიდოდა და უშუალოდ ძველ საბერძნეთზე რო ვლაპარაკობდით ეხლა, სადაც რაღაცა ადამიანები რაღაცა უფრო ცოტანი იყვნენ მარტივად რომ ვთქვათ, ანუ ეხლა სადაც ანუ უფრო სისტემატიზირებული, ფორმალისტური, ბიუროკრატიული სახელმწიფო არსებობს თავისი რაღაც ფორმიანი ადამიანები და ასე შემდეგ. სად მთავრდება ეს შენი თავისუფლება, სად იწყება სხვების? აი თავისუფლებაზე რო გადიხარ მაგალითად მეტროსთან და აი ვიღაც ადამიანებს აქვთ ბოლო ხმაზე ჩართული დინამიკებში ლეზგინკა და ცეკვავენ. ანუ არის ეს მათი თავისუფლება თუ არ არის? ანუ აქ სამართლის ამბებით შემოვა, რა თქმა უნდა და ნუ მე მინდა არ მინდა მაინც მანდეც წავიყვა ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ეგ როგორ ჯდება სამართლიანობის ან თავისუფლების გაგებაში? თავისუფლების გაგებაში აუცილებლად ჯდება ის, რომ ანუ ჩვენ შეზღუდული ტერმინი გვაქვს და მაგ ტერმინით დავიწყებდი უფრო გასაგებად რა, იმიტომ რომ თქვათ გერმანულში თავიდან რო ვკითხულობ, თქვათ მაგისტრატურაში ყოფნის დროს სულ ზედმეტი მეგონა ხოლმე, როდესაც თავისუფლებას საუბრობს იყო აკეთო რაღაცა და სხვას მიცეს საშუალება რომ აკეთოს რა. ლასენ არის ეგეთი სიტყვა, რომელიც ნიშნავს თავი დაანებე რა. და live and let live. let live ხო და ოღონდ ეს იყო არა აი რაღაცა აფორიზმის მსგავსად რომ აი ანუ უბრალოდ ყველგან სადაც იყო რომ თავისუფლების მაგივრად რამის რა ხდება თავისუფლების დროს მაგის აღწერა იყო ეწერა რომ რაღაცა აკეთო და სხვას დაანებო თავი რა. ანუ ჩვენ შემთხვევაში სიტყვა თავისუფლება არის კეთებაზე ორიენტირებული. ან მარტო კეთებას გულისხმობს რომ ამ თავისუფლება აკეთო ის რაც გინდა რა. და სინამდვილეში ასევე ნიშნავს დაანებო სხვას თავი აკეთოს ის რაც მას უნდა. და ეს უფრო ფართო ცნება არის თავისუფლების, იმიტომ რომ სხვას მოიაზრებს და სხვას თუ არ მოიაზრებს, ვინაიდან ადამიანი სოციალური არსება არის, ნებისმიერი დეფინიცია, ნებისმიერი რამის, რომელიც მხოლოდ სამხრივი არის, არა და სოციალურს უკავშირდება, არის ნაკლოვანი რა. ამიტომ თუ გავიაზრებთ, რომ მაგალითად ჩემი თავისუფლების, ვთქვათ, ჩარჩოები რო წარმოგიდგენ, მე შეიძლება ძალიან შეზღუდული თავისუფლება მქონდეს, ან რაღაცები ვერ ვაკეთო, ხომ, როგორც მასწავლებელი ვერ ვიგინებ Facebook-ზე რა. და ამას ჩემ თავს ვიზღუდავ და სოციუმს უწევ იმას ანგარიშს, ხო? მაგრამ ვიცი გააზრებული მაქვს რატომაც, ხო? იქ ბავშვი, მოდელი, ასე როლური და ასე შემდეგ. მაგრამ შეზღუდვა ერთი საკითხია, როცა შენ თავისუფლების ნაწილია ეგეც, რომ შეგიძლია რაღაცები არ გააკეთო, ხო? ანუ არა მარტო გააკეთო, არამედ რო არ გააკეთო, ეს თავისუფლების ნაწილია, ხო? და კიდევ უფრო მეტი, ხო? თუ კი ესე წავალთ აი აზრის თავისუფლებაზე ვთქვათ, ხო? რომ ადამიანებს
მათ შორის სიტყვის თავისუფლებას თუ ესე შევეხებით, ეს გულისხმობს მათ შორის იმას, რომ რას ვფიქრობ, ესეც ვილაპარაკო. ხო, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რას ვფიქრობ, არ ვილაპარაკო, ეს კიდევ უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე რას ვფიქრობ, ვილაპარაკო, ხო? იმიტომ რომ ერთი თუ არის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული, ანუ აბსოლუტური უფლების ნაწილია, ფორუმ ინტერნული ნაწილი, რომ მე რას ვფიქრობ, აზრის თავისუფლების ფორუმ ინტერნული ნაწილი, ექსტერნული, ანუ გამოხატვის ნაწილი შეიძლება შემეზღუდოს რაღაც გარკვეული ინტერესებით. ეხლა ამაზეც უნდა ვისაუბროთ, ალბათ რა სად უნდა გავიდეს ეს მიჯნა და რა არის კარგი და გამოსადეგი, მაგრამ ხო, ის რომ რაღაცები არ ქნა, არა მარტო თვით შეზღუდვა, რაც შეიძლება გააკეთო, არამედ შეიძლება კიდე ესეც მეორე მხრიდანაც შევხედოთ, რომ აბსოლუტურია ეს და ამაში ვერც ვერ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მეორეა, როცა გზღუდავს იგივე კონტრაქტი, სამსახურებრივი საქმიანობა და ეგეც გასაგებია შენი თუ იქ გაქვს ნების თავისუფლება რომ აირჩიო ეს კონტრაქტი, ანუ გახდე რაღაცის თანამშრომელი, მის შეზღუდვასაც შენვე თანხმდები და ესე შენი თავისუფლების ნაწილია. ჩვენ ალბათ უფრო მეტად ის დაგვაინტერესებს, ალბათ სადაც არაფერსაც არ თანხმდები, არამედ შეიძლება კანონი შემოიჭერას შენში და გითხრას რომ აი შენ ამის უფლება აღარა გაქვს. ხო, მაგრამ ნახე ზუსტად ეგ არის რა, ანუ ეს თავის დანებების ნაწილი რაც არის ამ თავისუფლების მაგალითად ანუ ჩემთვის აბსოლუტურად რაღაც ცეკვა ქუჩაში არ არის კულტურობა, შეიძლება ბევრი რამე სასიამოვნოც იყოს, მაგრამ ნუ ესთეტურად მაგალითად ეგ კონკრეტული ცეკვები ცოტა უცნაური არის, ხო? მაგრამ მან შეკითხვა არის ის 5 თუ 30 წამიანი მონაკვეთი, სადაც მე მანდ უნდა გავიარო, მე მინდა რომ ჩემი ესთეტური გზნობა იყოს დაცული თუ რა, ხო? შეიძლება 30 წამით არ გადიხარ დაუშვათ იქვე, ხო? არის რაღაცა ადგილები, სადაც გინდა რომ შეხვიდიან დაჟან, თუნდაც უბრალოდ ბაღი არის უკან და იქ გინდა რომ რაღაცა მშვიდად უყურო ჩიტებს და ასე შემდეგ და ნუ არ გამოდის ეგ. მაგ შემთხვევაში მან შემოდივართ ჩვენ ინდივიდუალურად როგორც რაღაცა ტირანი, რომელსაც გვინდა რომ სამყარო ისე იყოს საჯარო სივრცე მოწყობილი, როგორც მე მინდა. მაგრამ თუ მეტი აფერი არ ზიანდება, თუ თმენა შემიძლია, მე ჩემს ესე არ გვინდა. თუ გვინდა 100 ადამიანს და არ უნდა 1 ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მან შემოვა მაშინ, როდესაც უკვე ბევრი კონფლიქტი გაჩნდება. ანუ სანამ კონფლიქტი არ არის, მანამდე პრობლემა არ არის რა. მაგალითად, თუ ძალიან ბევრი საჩივარი შევა და ადამიანები თქონს, რომ ბავშვს ვერ ვასეირნებ, იმიტომ რომ მე რეაგრო ცეკვავენ სიტყვაზე. შემთხვევით ბავშვმა ისწავლა ეს ცეკვები და ამიტომ არ მინდა რომ დაემსგავსოს. არჩევა უნდა. ხო, ან რაღაცა რა, ანუ იქ სვავენ და ამიტომ ვეღარ ვაკეთებ. მე რაღაცა ზიანდება, უფრო დიდი სიკეთე ზიანდება და ეხა ამ მომენტისათვის მაგალითად ეხა ჩემთვის რაც არის განსაზღვრელი არის ერთი არის ეს რუსული სიმღერები, ლიზგინკამ ჩაანაცვლა ქართული ცეკვა, რომელიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი არის და ამ უფრო კულტურული დეგრადაციის მანიფესტაცია უფრო არის, მაგრამ ისე ვამბობ, უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა მაგალითად არ ვიცი ევროპასთან უვიზოს მიღების დროს რომ მაგალითად აი ეგ ეცეკვა ვიღაცას რა ანუ მანდ ვიტყოდი რომ უკვე სახელმწიფო სადაც მე წარმომადგენს აკეთებს იმას რაც ჩემთვის მიუღებელია და უფრო დიდი პროტესტი მექნებოდა და ხა ვიღაც ადამიანი ცეკოს მაღაზიაზე და თავი ანუ თავისუფლების მეტროაო წინ ხა საბა ამბობდა და რა უფრო დიდი პრობლემა მე ვფიქრობ რომ ეგ შეიძლება იყოს პრობლემა მომწონს თუ არ მომწონს ამბავია და არა ის რომ უნდა იცეკონ თუ არ უნდა იცეკონ. შეიძლება არ მოგწონდეს თავისუფლების მეტროში რომ ადამიანს პოსტერით და პლაკატით რო დგას პოლიცია რო იჭერს, ეგ არის პრობლემა, თორე ხა რამე თუ არ მოგწონს ღმერთმა მოგცა თვალი და ყური, იმიტომ რომ თუ არ მოგწონს რამე არ უყუროთ, თუ არ გვინდა რამე არ მოусმინოთ, ხო? და არა ის რომ ფორმულას იმას ავიღებთ, რომ აი რაღაც საჩივები შევიდა, ხო? თუ 100 ადამიანმა იჩილა, მაშინ იმ პოსტერების წართმევაც ოკეი იქნება, ხო? მაშინ შეიძლება რომ ადამიანებს ქუჩაზე გადასვლაც დაუშალოთ, პარლამენტი ხო იდეაში მასე შევქმნით და ანუ საბოლოო ჯამში კითხვა იქამდე მიმყავდა მე რა, რომ თანამედროვე სამყაროში სადაც უკვე აღარ არის ეს ლიბერალური დღის წესრიგი ხო ძალიან პრევალენტური და აბსოლუტურად გამარჯვებული ყველგან სადაც ხედავთ რომ რაღაცა ჩინეთმა რაღაცები უკეთ მართა რომ ირანი რაღაცებს უძლებს რაღაცა ანუ ამ კოლექტიურობაში სადაც ადამიანის ინდივიდუალური ნება დათრგუნულია ის არ არის თავისუფალი იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს უფლება რაღაცები უთხრას და კოლექტიური რაღაცა სიკეთები უფრო ზემოთ არის ატანილი როგორ ხედავ ანუ თავისუფლების საზღვრები თანამედროვე ეხლანდელ სამყაროში როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ხელახლა ანუ უნდა შეგვეძლოს თუ არა ისევ აი შენ საწყის თეზას რო დაუბრუნდეთ გამოხატოთ ჩვენი თავი ისე როგორც გაგვიხარდება თუ ამით ხარდია სხვა ადამიანს არ ვაზიანებთ თუ სახელმწიფო შეუძლია რაღაცეები ეს დაგვიშალოს ხო არა ანუ ეს ორი
პრინციპი არის ხო რაღაც აბსოლუტური რა, თქვა ვინ დომინირებს რა, სახელმწიფო ინდივიდზე თუ ინდივიდი არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ აი ეს რადიკალური ამ წერტილებით საუბრის დროს გავიწყდება, რომ პრინციპში მეტწილად ყველაფერი თავისუფლების გარემოში მაინც უკეთესი არის, ვიდრე თქვა თავისუფლების შეზღუდვის პირობებში რა. ანუ შენ შეიძლება თქვა, რომ ჩინეთმა უკეთ მართლა კოვიდის სიტყვაზე, ანუ კოვიდი ისედაც არანორმალური სიტუაცია და კოვიდის დროს, როცა სახელმწიფოს დომინაცია უკეთ ცხადი ხდება, ჩინეთმა ერთი ნაბიჯი გადადგა და დასავლეთს მოუწია 20 ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ადამიანებს აუგრძელო მაგალითად სახლიდან გამოსვლა, ჩინეთის ერთ მარტივი აღმოჩნდა, იმიტომ რომ შეუძლია რომ ეს ისედაც აკეთოს, ხო? თან ეგ არის. რას ნიშნავს უკეთესად მართვა, ხო, ეგეც, ანუ რა არის ფასეულობა მთავარი, რაც გადარჩა ამ ყველაფრით. რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათაც სიცოცხლე არის მთავარი ფასეულობა და ადამიანები რო ავტოსაგზაო შემთხვევით არ დაიღუპოს, ამიტომ 500-მდე ადამიანი წელიწადში აუგზავნოთ ტრანსპორტით მოძრაობა. ხო არ იქნება ხა რის ფასად ეგ არის რა. თუ ტრანსპორტით აღარ ივლის ადამიანები ქუჩაში, ავტოსაგზაო შემთხვევაში აღარავინ აღარ დაიღუპება, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ უფრო მეტი არ დაიღუპება, იმიტომ რომ ტრანსპორტით არ დადის ადამიანები, რომ აღარ გექნება ხილული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი. მეორე მხრივ მართლა განიხილავენ მაგას, შენ ეხა რას ამბობ? ანუ მაგალითად დაუშვათ 60 წელს რო გადასცილდება ადამიანი, რომ იმას შეეზღუდოს. მაგას მეც მოუწევდი ხელს პრინციპში. რატომაც ეგ არ არის, ანუ ასაკირაშუაშია, მან შეიძლება იყოს უნარი შეფასება და არა ასაკის ახლა ასე თუ წავალთ ხო, ანუ ადამიანს შეუძლია თუ არ შეუძლია და არა ასაკით დაადგინო. შენ არ გიწევს ახლა რომ ხელახლა ჩააბარო ხოლმე მართვის გამოცდები და იმათ დაუშვათ მოუწიოთ ყოველ ერთ წელს. რაღაც დამატებით ვალდებულებას ხო აკისრებ. 18 წელზე რატო გაქვს მაგალითად იმის აი პასუხისგებლობის საკითხი შემოდის. ხო, შეიძლება 15 წლის ძალიან პასუხისგებლიანი ადამიანი იყოს. ანუ შენაც პასუხისგებლობაში შემოდის არა პირადი გაცნობიერება, არამედ სამოქალაქო უფლებების სარგებლობის რაღაც სენს. თან ნუ კონსტიტუციაში თუ წავალთ, ახლა თან მან მთელი საკითხებია ხო, რომელიც უფლებების ნაწილი პირდაპირ მიბმული არის სრულწლოვანების და საკითხად და კონსტიტუცია თავად გამორიცხავს თავიდან ამ უფლებების ნაწილს მაგალითად ხო, მაგრამ ეგ ცალკე თემა არის. მოდი იმას დავუბრუნდეთ, რასაც ამბობდი, მე მგონი ეგ საკითხი ამოვწუროთ ჩვენ და მე გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე, ხო? ეს არის ადამიანმა აკეთოს ყველაფერი თუ სხვას ხელს არ უშლის, ხო? ნუ ამას მეორენაირად მილის ზიანის პრინციპს ვეძახით იურისტები, ხო? ცნობილი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპია. აი გვიმჯელოთ კარგად, რომ სად გადის ზღვარი. ანუ მე ადამიანმა ვაკეთო რაც მინდა, ისე როგორც მინდა, თუ სხვას არ დავაზიანებ, შეიძლება თუ არა იქნეს შეზღუდული. აი ეს მიდგომა სწორია თუ არა სწორია? ანუ მე ვიზიარებ მაგას. მე ვიზიარებ ცხადია, უბრალოდ. ანუ მაგალითები შეგვიძლია მაგალითად ეგ არის ხო ერთ-ერთი რა, ანუ სადაც კოლექტიური შეგიძლია დათვალო რა, ანუ რაღაცა ცოტა არითმეტიკად შემოდის რა, ანუ ვინ არის ბენეფიციარი. ანუ ვიცი რომ კალკულაციებში ადამიანთან არ უნდა შეხვიდე ხოლმე, მაგრამ მაგალითად ფეიერვერკი არის საქართველოს მაგალითად ერთი რო ავიღოთ რა. ანუ ფეიერვერკი, რომელიც აღვიძებს მთელ უბანს და მეორე უბანს და კიდე მომიჯნავე უბანს და სამაგიეროდ არის იუბილარი ძალიან კმაყოფილი. ანუ იუბილარის გარდა არავინ არ ესიც არ არის ვინც ეს ფეიერვერკი ისროლა, იმიტომ რომ ფული დაუჯდა ძვირიღის. ცხოველები არიან წინააღმდეგი. ყველა წინ აბსოლუტურად რა, ანუ მთელი უბანი არის თვალები დაჭყეტილი, ბავშვი ზოგმა დააძინა, რა თქმა უნდა ბავშვი ხა მეც ასაკში შევედი, ძილი ვეროთ რომ ძვირფასი გახდა, ხო და ამ შემთხვევაში ყოველ ჯერზე ერთ და იგივე რეაქცია მაქვს ხოლმე რა, რომ აკრძალეთ რა, ძალიან მარტივად, ხო? გახსოვთ განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების მერე იყო. მაგას რო თავიდანვე ჩვენ თვითონაც ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და ღამის პირველ საათზე უცებ ფეიერვერკის სტრესი არის. ამიტომ ძალიან რაციონალურად შეგვიძლია დავსხდეთ ყველანი და ვთქვათ, რომ აი ერთი გახარებული იუბილარის ინტერესი versus ყველა დანარჩენი. აქ ახლა მილი და კანტიც მაგალითად შეგვეწინააღმდნენ, გეტყვნენ რომ კი ერთის გასათვალისწინებელი არის, მაგრამ გათვალისწინებას შეგიძლია მოელაპარაკო რა, მაგალითად ვთქვა რომ აი რომ შებინდება თუ ფეიერვერკი გამოჩნდება 9 საათზე, 9 იყოს რა, ჩვენთან საქართველოში ბრძნდება 9-ზე, ზამთარში ზაფხულში და 9 იყოს ფეიერვერკის დრო. და მორჩა რა, მეტი არაფერი და ბოლო-ბოლო არ ვიცი ფეიერვერკი რო არ გავაუფასუროთ, ჯობია რომ დიდ დღეებზე იყოს, დანარჩენი აღარ გვინდა. ხო, მაგრამ მე მგონი ეგ არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც მილი ამბობდა, იმიტომ რომ შენ იყო ბედნიერი, ანუ გაბედნიერდე იმით, რომ დაბადების დღეს ფეიერვერკებს ისვრიან, მანამ გაქვს ეს უფლება, სანამ სხვის ბედნიერებას რო იძინოს, ხელს არ შეუშლი. ესე შეიძლება გადავთარგმნოთ რა. იმიტომ რომ შენ ესე ვთქვათ, შენ თუ კი სხვას არავის არ აყენებს ზიანს, მაშინ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო და არა მაშინ ეხება ეხა საინტერესოა ეს თემა თან აი მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით რაც იყო ხო და ჩვენი საკონსტიტუციო პრაქტიკაც მაგეთ წავიდა თავის დროზე, ეხლა რა იქნება არ ვიცი, გვაქვს თუ არა სასამართლო ეგეც არ ვიცი. მაგრამ ანუ
აი ზღვარი თავისუფლების, ორი ტიპის გაგება შორის, მოდი ნეგატიურ და პოზიტიურ გაგება შორის, მოდი ესე ვთქვა თავისუფლების, ხო, რომელს უფრო ხო, მილს ვინ შეეწინააღმდეგებოდა მანდ და ვინც შეიძლება სისხლის იურისტებს განსაკუთრებით უფრო მეტად მოსწონდეთ ამ შემთხვევაში ბენტამია, ჯერემი ბენტამი, კაი მოკეიფე მომხრენი კაცი, რომელიც ამბობდა, რომ უნდა დავითვალო მასწავლებელი იყო. უტილიტარიანისტი, ხო, მაგას ვამბობ. მასწავლებელი მილის. ხო და მაგას ვამბობ, ანუ რომელი ჯობია სოკრატე თუ პლატონი, ხო? ანუ ის ამბობდა, რასაც ამბობდა არის, რომ უნდა ავწონოთ სიკეთეები და თუ სიკეთეები გადაწონის, მაშინ აუკრძალოთ, რატო არ აუკრძალოთ, ხო? ანუ და სისხლის სამართალში ძალიან აშკარა გამოხატულება აქვს მაგას, ანუ მილზე მეტად მე მგონი ბენტამის ამბავი უფრო არის ჩვენთან, იმიტომ რომ რო ავიღოთ ეს ზიანის თეორია, რაც გვაქვს ის სამართალში ულტიმა რაციორის გამოცვართ რა, ანუ ყველაზე ბოლო ნაჯახი ამ სისხლის. კარგად რო ავხსნათ ახლა მე კი ვიცი რაც არის ულტიმა რაციო, მაგრამ ანუ სისხლის სამართალი არის ადამიანმა რო გაიგოს. ყველაზე ბოლო შესაძლებლობა, ანუ თუ შეგიძლია რომ რაიმე ქმედების აკრძალო სხვანაირად გააკეთო, კი არა აკრძალო, არამედ უბიძგო სხვანაირად, თუ რაიმე სხვანაირად გააკეთონ, ხო? რა ვიცი, მეტი ბავშვის გაჩენა თუ შეგიძლია რომ სახელმწიფომ რაღაცა ბენეფიტები შეთავაზებით წაახალისო, ამისთვის ჩინელებივით მაგალითად არ უნდა შექმნა რაღაცა იძულებითი პოლიტიკა, რომლის დარღვევის გამო ციხე შეიძლება ჩასვა ადამიანი. სისხლის სამართალი არის უკიდურესი ზომა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. და აი ორი საქმე რო ავიღოთ მანდედანაც რა, აი ეს ზიანის ამბავში, ხო? ანუ ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, სისხლის სამართლის პოლიტიკაში რა თეორიებიც გვაქვს, სულ არის ორი ტიპის თეორიები. ერთი ამბობს, რომ თავარი არის ზიანს იწვევს თუ არა რაღაცა ქმედება რო აგვგზავნოთ, მეორე არის მორალს ეწინააღმდეგება თუ არა რო აგვგზავნოთ. მაგალითად, აი ცხოველების დატოვება გარეთ, აი ტყეში რო ტოვებენ, ხო? იწვევს თუ არა ზიანს, უნდა აგვგზავნოთ თუ არა. ან მაგალითად, რა ვიცი, რომელიმე ესეთი დანაშაული, რომელიც პორნოგრაფია, ხო, რისი საქმეც გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსა, ნარკოტიკების მოხმარება. ნაწილობრივ იყო დაჭადი წლების პროსტიტუცია, ბევრი რაღაცა არის მასეთი, ასევე ჰომოსექსუალიზმი, რომელიც ბენტამმა სიცოცხლეში ვერ გაბედა მაგაზე რომ გამოექვეყნებინა და მერე გამოაქვეყნეს მაგაზე რა, ანუ პირველი ეგ არგუმენტი იყო, რის გამოც თქვა რომ ეს არ უნდა ისჯებოდესო, ხო? ანუ მორალისტური რაღაცებიც მნიშვნელოვანია, ეხა ანუ საზოგადოება რო თანხმდებით, მაგალითად ცხოველის წამება არ შეიძლება, ამით ადამიანებს დიდი ზიანი შეიძლება არ გვადგებოდეს ცხოველს ადგება ზიანი, მაგრამ მაინც გრძალავთ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მორალი არსებობს, ხო? მაგრამ საზოგადოებრივი მორალია მანდ არგუმენტი და საერთოდ აი თუ მილს გავყვებით ის ამბობს რომ არ არსებობს საჯარო მორალი, არსებობს ინდივიდუალური მორალი, რომელიც გეუბნება რომ შენი სუბიექტური ინტერესები, ეს ინტერესები შეიძლება იყოს კანონიერი ან უკანონო, არ აქვს ამას მნიშვნელობა, განაპირობებს შენს დამოკიდებულებებს. ანუ საჯარო მორალი როგორც ესეთი იცვლება იმის მიხედვით რა არის შენი ინტერესები და ესე პოზიციონირებენ ადამიანებს. ცხოველს ჩვენ არ ვცნობთ სუბიექტად, ის მორალია, ეგ თქო თუ მაგალითად ბავშვის დაცვა ძალადობას უყუროს. ნუ ბავშვი არ უყურებს ყველა გატყავება სიტყვაზე კატების, ხო? მორალს ეწინააღმდეგება ადამიანებს. ან მაგალითად ნადრევი ქორწინება და ასე შემდეგ, როცა თანახმა არის დაუშვათ 17 წლის ადამიანი იქ ქორწინება დაჭადი, ხო და არა, ანუ ქორწინებაში ბოდიში ლევანცელა. არა, მშვენივრად საუბრობ. ანუ ქორწინებაში როცა ზღუდავ, შენ სქესობრივ კავშირს კი არ ზღუდავ ადამიანებს შორის, თქვათ 17 წლის ადამიანის მაგალითად 17 წლის და 19 წლის დაუშვათ. რატო არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობების აღების შესაძლებლობას. არა, იმიტომ რომ არაფორმალური ქორწინება შედის ამაში. არა, ქორწინება შედის, თანაცხოვრება და ანუ ნახე რას გულისხმობ, სადაც პასუხისმგებლობები უნდა აიღონ ადამიანებმა ერთმანეთის წინაშე. არასრულწლოვნება იქცა და ნუ მათ შორის იყო მიზანი რომ ის იძულებითი ქორწინებები და არასრულწლოვანთა კი, მაგრამ თავად ის ფაქტი, ანუ რა იზღუდება ამით ეგ მინდა ვთქვა, ნახე. ეგ გასაგებია, მაგრამ რის თქმასაც ვცდილობდი არის რომ აი ეგ დანაშაულიც მაგალითად. და კიდე გვაქვს ეგეთი ბევრი დანაშაული, მაგალითად გვაქვს არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზება და ეგეთი რაღაცები გვიწერია კოდექსში. ანუ ეგ ყველაფერი მოდის საზოგადოებრივი მორალიდან, ანუ ეს მორალისტური თეორიებიდან და ზიანის ამბავს გინა მილი იყოს და გინა სხვები. ხო? ანუ ჯიჯის რაღაცებს რაც ზიანს არ იწვევს. იყოს თქო, მაგას ვამბობთ. ეგ ვკითხოთ ლევან. თავისუფლებას გამომარჯოს? პირველი თავისუფლება უნდა მშვიდობა არის. ნუ არ არის ეგ ისეთი ურთიერთსაპირისპირო ცნებები, თავისუფლებას გამომარჯოს. ისეთი მშვიდობა ფუჭია, სადაც თავისუფალი არ არის. მონის მშვიდობა არ გვინდა და თავისუფალი ადამიანების მშვიდობა გვჭირდება. ძალიან საინტერესოა ორი იურისტთან საუბარი. ისეთი.
ერთი ამ ცხოველებზე რაღაცნაირად ეს მორალი მარტო სუბიექტური მაგაზე ხშირად არის ხოლმე რა განსაკუთრებით სკოლაში არის ეგ დავა რა რომ ბავშვებს უყვართ იმის წარმოდგენა რომ რელატივიზმი რო კარგი არის რა რაღაცა ხვდები ბავშვობიდან გამოდიან თინეიჯერობაში ნელ-ნელა ხვდებიან რომ ეს პრინციპები თვითონაც არიან შემოქმედები ხო რაღაცა პრინციპების ან თვითონაც ხვდებიან რომ ამ პრინციპს რითიც მოვიდნენ აქამდე ხო სიკეთე ბოროტება ამის კეთება შეიძლება უკვე რაღაცნაირად საზოგადოებრივი ავტორიტეტები ვეღარ უმყარებენ და თვითონ ახალი საყრდენები არა აქვს თვითონ და მე უცებ ეს რელატივიზმს როცა იცნობიან რაღაცა ხშირად არის ხოლმე ხა ჩვენს გვიგამათია ბავშვობაში რომ რასაც შენი იტყვი კარგია ეგ არის შენთვის კარგი და არაფერი ობიექტურობა არ არსებობს რა ძალიან უყვარ მე პირიქით ვიცავ ამ ობიექტურობას ან მე მჯერა რომ ამ ობიექტური გაგებების ხო ან ოღონდ ობიექტურობის სხვადასხვა რაღაც არის ხო ერთი არის როცა გჯერა რომ თქვა ღმერთმა შექმნა სამყარო და რაღაც იდეები შენში ჩადო ისე როგორც არის თქვა სიკეთე არსებობს და რაღაც ბოროტება არის მისი ნაკლებობა სიტყვაზე და მეორე არის რომ თანამედროვე თქვა მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში რაღაცა დისკურსში შექმნილი ობიექტური ჭეშმარიტება ანუ შევთანხმდით ჩვენ სამივე ესე არ გავაკეთებთ კი ბენეფიტი ყველასი წავიდა რაღაცნაირად მაგრამ პრინციპები რასაც ის დაეფუძნა არ იყო მხოლოდ სუბიექტურად რაღაცნაირი ისა განსაზღვრული ხო ანუ მე ამოვდივარ შენგან როგორც სუბიექტისგან ასევე ხო ეს ინტერსუბიექტური მომენტი უმნიშვნელოვანესი არის რა და ის რაც ჩვენ შორის არის ის ვერ იქნება ცალსახად სუბიექტური რა იმიტომ რომ რაღაცას უნდა ვიზიარებდეთ და ის მესამე რაღაცა რა არის მაშინ თუ არა რაღაცა ობიექტური ხო და ზოგადად ისეთ სამყაროს ძალიან მეშინია სადაც არ შემიძლია კარგზე თქვა კარგი რა რაღაცა რასიმონის კარიბჭის ამბავია რა რავი თუ ყველაფერი მოსულა მაშინ ყველაფერი მოსულა ანუ მე პირველი ვარ ვინც დაზიანდება ამით როგორც კი ძალა აღარ მექნება რა და უბრალოდ უფრო მარტივი არის მაგალითად ეხლა თქვა ჩვენი მართულება ნებისმიერ დიქტატორისთვის რომ თქვას რომ ეხლა ჩვენ ვიტყვით და ეგრე იქნება რა და ის კანონები მაგალითად რომელიც შემოაქვთ რომელიც ყველა თავისუფლებას გრძელავენ საქართველოში ანუ იმის გააზრება რომ როგორც კი ძალას დაკარგავენ ყველაფერი ცხვირში მოხვდებათ არა აქვთ ეხლა ამ მომენტში რა და ცოტა ის ბავშვური ხედვა მგონია სამყაროსი ამ სუბიექტივიზმზე ამხელა ჩაჭერა რა ანუ ვფიქრობ რომ ყველასთვის გადაზღვეული ხანგრძლივი მშვიდობა არის როცა ობიექტურ რაღაცას დააფუძნებ მაგალითად იმას რომ სიკეთე არსებობს რა ხო და მაგალითად აი ეს ძალიან სუბიექტური და წრეები რო გავზარდოთ იდენტობების რა და ესე ვთქვათ რომ ჩვენ ვიცხოვრეთ ქვეყანაში სადაც ქუჩა იყო თავარი განსაზღვრელი ცუდის და კარგის რა ანუ იმის იქით ადამიანად არ აღიქოვდნენ ვიღაცას ხო ანუ ერთ უბანშიც კი აი ის ქუჩა უფრო დომინანტი იყო ხო ცხადია მოშკილი იყო ყველაფერი სხვა ხო და ანუ იმაზე არ არის საუბარი რომ თბილისელები არაფერს არ ნიშნავდა საერთოდ თბილისელად ყოფნა ამიტომ ეს რაღაცა მორალი რომელიც ჩვენ როგორც ადამიანებს შეგვაკავშირებდა ძალიან პატარა იყო ხო აი ოჯახი უბანი ქუჩა რაღაც ეს ხო და აი საქართველოს მერე გახდა ჩემი აზრით როცა უკვე ეს ხელსაწყოები მაცხელი შეგვიყო სკოლა დაიწყო ტელევიზია განვითარდა და ასე შემდეგ როცა ითქვა რომ აი ჩვენ ქართველები ვართ ხო და ამის მიღმა თითქოს აღარ არსებობს მეორე კიდე ერთი დიდი არის ევროპელობა როგორც იდენტობა ანუ ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი რომ აი ამ დიდ საძმოს წევრი ვართ რა და შეგვიძლია მე ადამიანის დონეზე გავიდეთ აქ რელიგია შემოვიყვანოთ ხო თქვათ ქრისტიანობა მაგას გეუბნება რომ ყველა ადამიანი შენი ძმა არის რა ანუ ეგ არის შენი მორალის საფუძველი რომ ჩვენ ამოვდივართ იქიდან რომ ყველა ადამიანი არის ჩემი თანასწორი ღმერთის შექმნილი მაგრამ კიდე მიღმაც არსებობს რა ცოტა ბუდისტური ამბავი სადაც სიცოცხლე არის შენი იდენტობა როგორც ასეთი. აქ უკვე მე კონკრეტულად ჩემი პრობლემა ძაღლებთან ეს არის რომ მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივად მესმის ეს დებატიც რომ ეს სამართლ ძაღლს უფლებები არ ექნება სიტყვაზე ოკეი მაგრამ შანსი არ მაქვს უკვე რაღაცის გაგების შემდეგ რაც დავაკვირდი ცოცხალ არსებებს შანსი არ მაქვს დავივიწყო რომ ეს არის სიცოცხლე ეს არის ზუსტად ისეთივე მექანიზმი როგორც მე რომელიც არის უნიკალური რომელიც არის ულამაზესი სიკეთეა რა მოკლედ ხო აი ეგა და არ დავივიწყოთ რომ ქართულში უდიდესი მორალის გამოვლენა ანუ ადამიანის ვინც მორალურად კარგად იცხოვრა ეხა ბორიახს ვკითხულობ იმ ჩხეიც და იქ არის ეს დაღწევა რომ ხომ იცი რომ ის ხოჭოსაც არ მოკლავდა რა ხო და მოდი ესე ვთქვათ შეიძლება ამაზე ფილოსოფიურად ესე არ უნდა ცხოველი გასულია თუ არა მორალურ სამყაროს მაგრამ ჭიანჭველის ფეხს რახან ეს ფრაზა ხალხურში არის რატო საზღვავთ ადამიანის სიკეთეს ჭიანჭველასთან ურთიერთობით, სხვა ცოცხალი არსებებასთან ურთიერთობით და არა ადამიანთან. ბავშვსაც არ გალახავდა კი არ არის, ან უცხოსაც არ გალახავდა, მტერსაც არ გალახავდა, რაც აი ქრისტიანული ფარგლებში ძალიან ოკეი იქნებოდა. იმის მიღმაც გასულები ვართ რა და მე ვფიქრობ, რომ ინტუიტიურად რაღაცნაირად ხვდებოდით ამას ჩვენ, რომ ანუ ისევ მსჯელობის შეიძლება გარეშე რომ სიცოცხლე არის ფასეულობა რა. მაგას ვთანხმდებით. სიკეთეც რო ფასეულობა, მე და შენ, მე და საბა შევთანხმდებით. მე და შენ შევთანხმდებით, ხო სხვებს არ ვიცახი რა. აი რაღაც მე და საბა შევთანხმდებით, მაგრამ მაგის თქმა უნდა მან მივდივარ რომ სახელმწიფო უნდა ადგენდეს სიკეთე რა არის და უნდა იცავდეს მას,
თუ ის ნეიტრალურად უნდა იცავდეს ყველა ადამიანის თავისუფლებას და ეს არის სიკეთის დაცვა. ანუ სიკეთე როგორც ფასეულობა ცალკე არსებობს თუ თავად ადამიანის თავისუფლებებია ის სიკეთე რომელიც უნდა დაიცვას და ამ თავისუფლების ფარგლებში ადამიანმა თავად გადაწყვიტოს მერე ეყვარება თუ ეძულება. ანუ როგორც სიყვარული როგორც სიკეთე და სიძულვილი როგორც ბოროტება, მაგრამ ადამიანის კონდეს არჩევანის თავისუფლება, მას ეყვარება თუ ეძულება, ეს იყო სახელმწიფოსთვის სიკეთე. ანუ ეგ არის რასაც მილიგეუბნება იდეაში რა, რომ თავისუფლება არის მთავარი სიკეთე, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ და მივიდივარ კიდე საინტერესო საკითხთან და ასეც ეხლა თან ეს ბილად გადავიდეთ ესე ვთქვათ, ხო? ეს არის როგორი გზა გაიარა ხო ამ ყველაფერმა ეხლა ჩვენ რო დღეს ვლაპარაკობთ რაღაც თავისუფლებებზე გონია რომ სულ არსებობდა ხო და სინამდვილეში აი ეს ბოლო 2-3 საუკუნის მონაპოვარია ფაქტობრივად ნუ ზოგან შეიძლება ცოტა მეტის ის ფასეულობები იმ სახით როგორიც ჩვენ თითქოს გონია რომ გარანტირებულია უბრალოდ ეხლა აი რაღაც ადამიანის უფლებებზე რო ვლაპარაკობთ სულ რაღაც 80 წელი გავაიხლა რაც მსოფლიო შეთანხმდა უბრალოდ თქვა ყველამ რომ კი არსებობს უფლებები. მანამდე ეგეთი ზეპირი შეთანხმებაც კი არ არსებობდა ხო? ეხლა როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ვახსენებთ ხოლმე, ეს სავალდებულო დოკუმენტი ხო არ იყო? ეს იყო უბრალოდ აღიარება ყველას მიერ, ზოგის მიერ დუმარეთ, სხვათა შორის, ყველა მხარი კი არ დაუჭირა, ეს საბჭოთა კავშირმა მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომ წინააღმდეგ არ მიცა ხმა. რომ ჯანდაბას ამას თანხმდებით. ამიტომ ეს არ არის მონაპოვარი ისეთი, რომელიც ეხლა გარანტირებულად გვექნება, ხო? ჩვენი მუდმივი ბრძოლა არის მათ შესანარჩუნებლად. ეხლა ნახე რას ვამბობ ჩვენ რო ლაპარაკობთ რაღაც ეს თავისუფლებები, ძველად იყო ეგრე, ხო? თავისუფლებები ბჭყალებში, ანუ შესაძლებლობები თავისუფლად ემოქმედათ კონდეთ ცოტას და ბევრი იყო ამის მორჩილი. ანუ ბევრი იყო ბატონის მონარქის ხელში, ხო, უფლებო, ხო, ფეოდალის ხელში იყო უფლებო რა. მოდი ესე ვთქვათ რა. და როდესაც უმრავლესობა მოიპოვებს საკუთარ თავისუფლებებს ანუ მათ შორის უფლებას გადაწყვიტოს როგორ ქვეყანაში იცხოვროს, გადაწყვიტოს ამას არჩევნები თუ რა გზას დავარქვევს, მე მომავალში სხვა საკითხია და შეზღუდავს უმცირესობას. აი გდგება საკითხთან, რომელიც საკითხიც ალბათ არ ვფიქრობთ ხოლმე. რომ მათაც არ უფიქრიათ ვინც ამისთვის იბრძოდა, რომ ხო არ მიიღებ იმაზე საშინელ ტირანიას, ვიდრე მანამდე ჰქონდა, უმრავლესობის ტირანიას. და აი აქ მინდა ახლა ამაზე გადავიდეთ, და რომ უმრავლესობას რა უნდა ეს არის თუ არა დემოკრატიაში საკმარისი არგუმენტი რაღაცის უფლება არ ქონდეს საბას ან რაღაც უფლება არ ქონდეს გიორგის. აი იგივე მიდიხარ სიკეთესთან. ხო უმრავლესობა თუ გეუბნება რომ ეს არის სიკეთე და ესე უნდა აკეთო, ეს არის თუ არა საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ საბას ან გიორგის აიგზავნოს რაღაც გაკეთება. ისეთის რომელთაც უბრალოდ ვიღაცებს მიაჩნიათ რომ ეს ბოროტება, თუმცა არავის აი 100 ადამიანმა რო პეტიციით მიმართა შერაგას სამისროს ლევანის თავდაპირველ მაგალითში რა. თან ეგეთი კანონებიც ბევრი გვაქვს, ანუ სადაც უმრავლესობას ესე გვინდა და მორჩა. მაგალითად რა ვიცი, აი სიძულვილის ენის დანაშაულები მაგალითად, აი უმრავლესობა შევთანხმდით თქვენ აი იმ ადამიანებს ეგრე არ უნდა იმ ადამიანებზე ეგრე არ უნდა გვაქვს hate crime-ის ხო არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულება. ჩვენთან გვაქვს თანასწორუფლებიანობის დარღვევა და 152 მუხლი რაც არის კოდექსი, მაგრამ ხო, ანუ ამ შემთხვევაში უფრო მეტად თუ საუბრობ, აი ძირითადად ეს alt-right-ი რაზეც საუბრობს ხოლმე, ხო? კი, სხვაგან ხო. კი. ისე არ გამომიდგება. კი, არა უშავს. ანუ მთავარი ამბავი არის ის, რომ შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს აუგზავნო მეორეზე დაუშვათ სიძულვილით საუბარი. ანუ კანონისთვის უნდა იყოს იდეაში მთავარი ის, რას აკეთებს ადამიანი, თუ როგორი ადამიანი არის თვითონ. მაგალითისთვის ეხლა რაც ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, აი შენ კი ახსენე, ერთ-ერთი არის, რომ ბრუნდება აი მართლა არქაული ჩანაწერი ნარკომანი დაავადებული ადამიანის იძულებითი მკურნალობის შესახებ, რაც არის აღიარებული რაღაცა ყველა თანამედროვე სტანდარტით, როგორც წამება შენ ნების გარეშე რომ მკურნალობენ, როცა შერაცხადი ხარ სრულიად, ხო? მაგრამ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ამბობს, რომ ჩემთვის თავი ის ქმედება კი არ არის, არა, მე შენ უნდა გამოგასწორო, სხვა ადამიანი უნდა შევქმნა შენგან. შენ ფიქრობ ამას? რამდენიმე ის არის რა, ანუ პირველი ეს ფუნდამენტური გამიჯვნა, თქვა ლიბერალიზმში რაც არის სიკეთესა და თავისუფლებას შორის არის ძალიან გაუმჭირვალე რა, იმიტომ რომ თავისთავად რახან თავისუფლება ვიცით რომ არის სიკეთე, თავისუფლებასთან ასოცირდება ყველაფერი კარგი. და ამიტომ აქ ხალხს ავიწყდება ხოლმე რომ თავისუფლება მოიცავს მეორე ნაწილსაც რა, ანუ ბოროტებას რა, ანუ იმას რომ შენ შეგიძლია აირჩიო ბოროტება და ისე ვთქვათ ბიბლიური საფუძვლების ამბავში ის არ იყო ნაყოფი სიკეთის გარჩევის, ანუ კი სიკეთის, ის იყო გარჩევის სიკეთის და ბოროტების, ანუ ბიბლიაშიც ჩვენ ვთქვათ ეს საფუძვლომდებარე ტექსტში ასე ვთქვათ, ეს გარჩევა ამ ორი რაღაც არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური თავისუფლებისთვის
და შესაბამისად ბოროტების გარეშე არ არსებობს არც სიკეთე. და თუ რამე უნდა კონდეს ამიტომ ადამიანს არის ეს არჩევანი, რომ გააკეთოს ეს არჩევანი სიკეთეს და ბოროტებს შორის, ესე მისი პასუხისმგებლობა არის მთლიანად. მაგრამ აქ შემოდიან ეს დიქტატორები, ტოტალიტარები ვიღაცები, რომ სამომე რომ შენ ახან სუსტი ტიპი ხარ, ამიტომ შენ შეიძლება ბოროტება აირჩიო და მე ავირჩევ შენს მაგივრად მაგას. რამდენიმე ტექსტი არის ანალოგიური აი ამ შინაარსით, ერთი არის დიდი ინკვიზიტორი დოსტოევსკის, რომელიც პირდაპირ მაგას ამბობს, რომ ეგრე არა, ადამიანი სუსტი არის, ის ქრისტემ მას მეტი თავისუფლება მიცა, იმის მაგივრად რომ ეს მონობიდან დაეხსნა, უფრო მეტი თავისუფლება აკიდა და გადარჩენის მაგივრად დაუმძიმა ტვირთი. და ამიტომ ადამიანი მოვიდა ჩვენთან ეკლესიასთან, რომ შეგვეხვეწა, რომ წაიღეთ ეს ჩემი თავისუფლება. და სამდროში იქ ეს დიდი ინკვიზიტორი აღწერს ამ ტოტალიტარულ ცნობიერებას, რომელიც ამბობს, რომ მე კი არ მინდოდა, რომ ეს თავისუფლება მათი ჩემ თავზეა, მე ჩემთვის ტვირა გაძლებაზე ვარ, რა მე თვითონ, მაგრამ რა ვქნა, მეწოდებიან, რა საწყლები არიან და მე ანალოგიური ლოგიკა არის საბჭოთა კავშირის, ან იმისი ხო, როცა ამბობს, რომ რა ვიცი, შენ ვერ გაარჩევ ხა კარგი ლიტერატურას ცუდისგან და მე ცენზურა შუაში ვიქნები და დაგიცავ რა მაგისგან ხარ, აიცი რა ხდება. შენ არ შეგიძლია, იმიტომ სხვა ახსნა რატომ არ უნდა ამიგზავნოს ზრდასრულ, ანუ სისტემამ როგორ უნდა ამიგზავნოს ზრდასრულ ადამიანს, რომ ორი წიგნი რო არის, მე თვითონ ვერ გავიგებ, რომელი შევარჩიო წასაკითხად, ყდაზე რო წავიკითხავ აღწერას და რო წავიკითხავ ბოროტების მხარეს გადავიდე რა სიტყვას და ვერ მივხვდე, ისა კარგი ლიტერატურა იყო და ცუდი. ხო და ამიტომ ეს აქ კარგად კესლერს მზის დაბნელებაში ასევე ქართულად არის თარგმნილი და იქ პირდაპირ ამას ერთ-ერთი ინკვიზიტორის ტექსტი მეორებს, რომ ეგრე არის რა, ანუ გაუნათლებელი ადამიანი და რამდენი თავისუფლება მივეცით, ცუდად მოგვიბრუნდა რა, თქვა გავათავისუფლეთ თავადისგან და კულაკები გახდნენ და ეს ხო ცუდი არის, ამიტომ უნდა წავართვათ თლიანად თავისუფლება რა. ერთად არის ახლა მილს რო ვახსენებთ, ერთადერთი რასაც აი ცნობილ ნაშრომში ხო თავისუფლების შესახებ, რასაც არ ეთანხმები, როცა კითხულობ არანუ კონტექსტი უნდა გესმოდეს, როდის წერს, რატო წერს, ის ამბობს, რომ ეს რასაც აქ წერს ამ ნაშრომში, არ უნდა გავრცელდეს ხალხებზე, რომელიც არ არიან განვითარებულები. ანუ თავისუფლების იმ მოდელს, რომელსაც თავზე აბსოლუტურად მიყვები და სწორია, ამას ამბობს და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეგ დღევანდელი გადასახედან არ არის ესე, მაგრამ ეხმიანება ერთგვარად იმას, რასაც კი და ნახე, ანუ უბრალოდ რო ისაქმნათ რა, ანუ ეს სიკეთის და ამის აღრევა, რასაც ამ ბერძიევი აკეთებს, ძალიან მაგარ ინტერპრეტაციას ამ დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის ამბობს, რომ როგორც კი შენ სიკეთეს აქცევ ვალდებულებად ვალდებულება ნიშნავს იძულებას რა და იძულება ვერ იქნება სიკეთის საფუძველი. იმიტომ რომ სიკეთის მუღამი რო ის არჩეული უნდა იყოს. მაგალითად მე რო შენ მოგიტაცო და ცოლად მოგიყვანო, ხო? სიყვარული კარგია თავისთავად, მაგრამ ეხლა რაც მოხდა, ეს იყო ძალადობა რა ჩვეულებრივად. და ამიტომ სიყვარულიც კი გაფუჭდება, თუ მას ძალადობა უდევს საფუძვლად და ნებისმიერი კარგი რაღაცა, რაც საბჭოთა კავშირმა დათესა, იმიტომაც რომ კი არ დათესა სინამდვილეში დაგვაძალა, ყველაფერი გაქრა საბჭოთა კავშირთან ერთად. ზოგადად აი რო გაიგეთ სტალინი უნდა ამ ქვეყანას, ვინც ამბობს, ხოლმე ყველა სტალინი უნდა მეზობლებისთვის. ანუ საკუთარ თავისთვის სტალინი არავის არ უნდა. ანუ ეგეთი სახელმწიფო, რაზეც ვლაპარაკობთ, მოძალადე სახელმწიფო, რომელიც ჩვენ სულში ხელების ფათურს ცდილობს, ხო, უნდა ცხებისთვის. აი ხა რო რაღაც ტექსტი, ხო? აი ეს წიგნებში შეიძლება რაღაც ცენზურა მიიღეს კანონი. ხო, ცენზურის შესახებ საქართველოში ეს სახელი არ დაარქვეს, რა თქმა უნდა, ცენზურის შემქმნელებს აქვთ იმხელა ცოდნა, რომ ეს შეფუთონ ლამაზად, ხო? დაარქვა კარგი სახელები ცუდ ამბებს და მედიკული კანონი. ხო, რაღაც ეგეთი დაარქვა და მიიღეს მოკლედ ეგეთი კანონი, ხო და ოღონდ ახლა რას გეუბნებიან, რომ სახელმწიფოში, სახელმწიფო გადაწყვეტს რა არ უნდა წაიკითხო. რა ფილმის ჩვენება შეუძლია კავეას. აი ხო ამას ახლა რო გესმის ადამიანს, ფიქრობ რომ ეს სახელმწიფო ეს ლევამოსილი რაღაც ჩემზე განათლებული ჭკვიანი იყო ჭკვიანი. ოღონდ მე უბრალოდ ამ დროს ყოველთვის ვინც ამის ისმენს ახლა უნდა წარმოიდგინოს უცებ ლაპარაკობ სახელმწიფო გადაწყვეტს, ეს ნიშნავს რომ პირობითად, რა ვიცი, ალუდა ღუდუშაური ზის და საზღვრავს რა უნდა წაიკითხო. აი მაგალითად, რა ვიცი, რომელიმე სხვა პარლამენტარი, რომლებიც ახლა დიდი უმრავლესობა მათი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, სხედან და წყვეტენ რა უნდა წაიკითხო შენ. შენ კი არ გადაწყვიტო, რომ წაიკითხავ კარგია თუ ცუდია, არამედ სხვამ გადაგიწყვიტოს რა არის კარგი თუ ეს გავს აი კერძი. არ ჭამო შენ, იმიტომ მე გადაგიწყვეტ რა უნდა ჭამო და შენ არ გაქვს სათანადო გემოვნება გაარკვიო კაია თუ ცუდია. მან ის ამბავია კიდევ რომ ანუ ესენი ხო გადაწყვეტენ რა უნდა იყოს და როგორ და შენ თუ გადაწყვეტე გასაჩივრება მიდიხარ სასამართლოში, რომის მოსამართლეებსაც არ აქვთ დიპლომები, მათ შორის ან მურსები რო არიან ცალკე, მაგრამ დიპლომები იმათაც არ აქვს ზოგიერთს რა. ხო და ეგ ამბავია. რა არომატებია ღვინოში და რა გემოები ესე არომატი და ცხვირში რაც მოდის პირველად რას გძნობთ რომელი ხილები გახსენდებათ ხილი არის ძალიან გემრიელია უბრალოდ ერთი ეგ შრალი უნდა იყოს რომ დაგოყალიანე ჯობია რომ არა მე გარი მთელი არსი რომ
მე ვიცი ეს ღვინოები რაც. ხო, და ამიტომ. რატომაც გონია რომ ძლიერი ღვინოა და გემოს ტოვებს ძალიან ისე რაღაცნაირად მაინც გონია დასავლეთ საქართველოსთან უნდა იყოს, მაგრამ წარმოიდგინე არ მოქვს რატო. ლევანი რას ფიქრობს? მშალია. ხო? არა, ეგ მე თქვენ უნდა თქვა. ხო, მშალია. ფერას გძნობთ ეგ არის თავარი და არა ის რა წერია, ხო? დაიცა. საფერავის მიმართულებაა ჩემთვის. მე მორჩი. ხო, ანუ აი რაღაცა ატმის გემოს გრძნობ და ეგეთები მე არ შეძლია. ხო, ატმის გემოში არ არის. ორსულმა ფუტკარმა დამტვერა მგონი ის 77 წლის მოსავალი და ანუ ეგ არ მაგრამ ძალიან გემრიელი იმდენად გემრიელია რომ აი ეს შემიძლია წრუპო ალბათ ძალიან იქნის განმავლობაში. ანუ ვეთყვი თუ? არა, ბოლოში უბრალოდ ეს პერიოდი რაც ერთი რაღაც აკრძალვაზე არ გვითქოს, არ მითქოს და გითხეთ და მაგიტო ისაკრათ რა, ანუ მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო უნდა შემოდიოდეს ყველგან როგორც აქტორი, ანუ ცალსახად ძალადობას უნდა გრძალავდეს და მე ყველაფერს აკეთებდეს რომ ადამიანს ქონდეს ადეკვატური არჩევანი რომ რაღაცა ძალადობა სად არის ოღონ ანუ აი ეხლა მაგალითად ჩარტყა ძალიან მარტივია ლევან უფრო რთულად მოხდა ხო ციფრულ სამყაროში აი რაღაცა adolescence ვინც ნახა ეხლა მაგალითად ძალიან კარგი 4 სერიანი მინისერიალი ხო ანუ Instagram-ის კომენტარებმა რა გაუკეთა ერთ ბავშვს ხო ანუ აი Instagram-ის კომენტარები არის ძალადობა, ანუ ეს ფსიქიკური ძალადობის, ან კიბერბულინგის და ეგეთი რაღაცების, ან თუნდაც აი სიძულვის ენა, მაგიტო ვახსენეთ, ხო, ანუ ჩარტმა არსად არ არის. მაგრამ აი მე მინდა რომ მოკვდე, რომ ეუბნები ადამიანს 27 ჯერ, ხო, ანუ როგორ მოქმედ, ანუ მანცან შემოდის ზღვარი სიტყვაზე სიტყვის თავისუფლებასა და ძალადობას შორის შენთვის, ანუ ეს თავისუფლება რამდენად უნდა იყოს დაცული. ხო, მან იყო სიტყვის თავისუფლება კი არის პირდაპირ თარგეტირებული, ანუ ამორჩეული ყავს მსხვერპლი, ექცევი როგორც მსხვერპლს, ძალიან კონკრეტული გაცნობიერებული მიზანი გაქვს, რომ დაამცირო და მის ცხოვრება გააუარესო. განსხვავებით იმისა, რომ მაგალითად რაღაცა დავწერო, რომ ესა და ეს მომღერალი ჩემი აზრით ძალიან ცუდი მომღერალი არის რა. ანუ მან ორი ის არის, მე რომ მომღერალს და ეგეც ის არის, ხო, ეს ფანატიკოსები, რომლებიც მე შეიძლება საფრთხის შემცველი გახდნენ, ანუ ყოველდღე თუ წერ, ანუ მომღერალმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მე უკვე საფრთხეს განვიცდი რა, იმიტომ რომ არ ვიცი ეს მე დამხვდება იმის ვიტნი ჰიუსტონს რო დახვდება. ვიტნი ჰიუსტონის მოკლა უნდა, ხო მგონი? ანუ აი ეგეთი რაღაც გიჟი ფანატი, რომელიც შეიძლება თავს დაგესხას, ეგ უნდა მე სპეციალურ სამსახურებს უნდა გადასცე რა და მაგაზე არის ხო ზუსტად ეგენი იხვევენ ხელზე ხა იმას ქონდა რამიშვილის სასტავს ქონდა რა რომ აი ბრიტანეთში იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა ამის გამო დაიჭირეს რა და ზუსტად ეგ არის რომ არავინ მაგის გამო არ დაიჭირეს ბოლოს შეიძლება კითხო რაღაც მაგალითად ჩვენთან რაზეც ჩივიან არის რომ აი ყოველ მეორე კაცი ციხეში ზის იმიტომ რომ ვიღაცა ქალს რაღაცა მიწერა რა და ეხა მიწერა არის თქვა რომ ეს გამარჯობა როგორ ახარ სიტყვაზე რა არ გიპასუხეს მე ორჯერ გამარჯობა როგორ ახარ და მეორე არის როდესაც 6 თვის განმავლობაში წერ ხვდები პანჯიდან გაიხსნა მაგაზე არ იჭერენ თან ანუ რაზეც ზის ესე რომ თქვათ ერთ-ერთ ან ტოპ 3-ში შედის ეს მუხლი ეს არის ოჯახში ძალადობა რო ურტყამენ ანუ აშტუას ჩარტყმა და არა მაგას ხვდები რომ ოჯახის საქმე არის რა ხო და ეგ არის რა მუღამი როდესაც ადამიანმა შექმნა გარემო სადაც ერთი ადამიანი სისტემატურად იჩაგრება მანდ უკვე იმაზე არ არის რომ ქმარია და ესე შეთანხმდნენ თუ რაღაცა ხო ანუ თქვათ უნდა და აგინებს რა არის სისტემატიური ძალადობა რომელსაც თავის სავალალო შედეგები აქვს ხო მაგალითად ამ სუიციდი იქნება თუ სკულშუთინგი თუ ასე შემდეგ რა ამიტომ ჩვენ როცა საუბრობთ რომ რაღაც ადამიანები დაცულები უნდა იყვნენ იმისგან რომ სისტემური თქვათ თუნდაც ზეპირი იმით ფსიქოლოგიური ძალადობისგან იყვნენ დაცულები ეს გასაგები არის რა მაგრამ ხო აი მე რო ვიყო ეხა ოპონენტი და ვარ გარკვეულწილად მაგ საკითხში ოპონენტი ეს შემოგისმენთ ისე ანუ სიტყვის გამო თუ ეს სიტყვა არ ქმნის ძალადობის პირდაპირ აშკარად არსებობს საფრთხეს, რასაც სამართალში რეალური საფრთხის ტესტს ვეძახით, შეიძლება თუ არა ადამიანი დაისაჯოს. აი ეგ არის საკითხი, რომელიც ახლა იდეაში საბანო წამოჭრა, კარგად რო ახსნათ ახლა რა ესეთი გაუცნობიერებელი ადამიანისთვის. მე თუ კი ვამბობ, რომ რა ვიცი, საბა არის ცუდი ადამიანი და გასალახია მაგალითად, ან საცემია. ან რაღაცა რომელიც ეს არის ისეთი რომ არც საფრთხეს წარმოქმნის რეალურად, ანუ რეალურად არანაირი მსაჯულება არ არსებობს, არც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეუძლებელიც იყოს ამის განხორციელება, მანძილის, დროის განსხვავების და ასე შემდგომ. ან ზოგადად იდეებს ვაყალიბებ, რომელიც აი ჰიტლერი ვარ და ჩემს მეორე წიგნს ვწერე ხო რა ვთქვათ ესე ხო ცუდი გაგებით ხო ამ წიგნის გამო შეიძლება თუ რა ადამიანი დაისაჯოს ხო ან როდი შეიძლება დაისაჯოს რო დავწერე 1 წლის მერე 2 წლის მერე 10 წლის მერე როცა ვიღაცამ წაიკითხა და გავლენა მოახდინა თუ არ უნდა დავისაჯო აი საკითხებია რომელიც არის საკამათო იმიტომ რომ
აი სად უნდა ვიპოვოთ ზღვარი, ხო? იმიტომ რომ ერთი არის ემოციურად რომ ვიღაც ღიზიანდება რაღაცაზე და მეორე მუქარა გამოვიყვანოთ, თქო ამიდან. მუქარა არის, როცა პირდაპირ გემუქრები და დანაშაულია ისეც, დამთულობის დაზიანებით, ცოცხლის მოსპობის, ცუდი რაღაცების თქმაზე. ხო, ცუდი რაღაცების თქმა, რომელიც ემოციურად არ მოგწონს. და არა მარტო ცუდი რაღაცების თქმაზე, ანუ აი მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგადად აი ამ უფლების ამ ბავშვის ამავე პერსპექტივაში გონია რომ ძალიან დავიწროვდება გამხატვის თავისუფლება და უფრო მეტად შემო დასჯადობა და რაღაც გააჩნია, ანუ მე მგონია რომ კანონში მთავარი არის ვინ აღასრულებს რა, ანუ შეიძლება კარგიც იყოს. მაგალითისთვის, აი, ოკეი, ცუდი რაღაცების თქმა ხო არის, შეიძლება ცუდ საერთოდ არ ამბობდეს რა, მაგრამ ეხლა ჩვენ საუბრობთ არა წიგნის დაწერაზე, ან ერთი ადამიანთან რომ მიხვალ და რაღაცას ეტყვი, არამედ ეხლა საუბრობთ კიბერსივრცეზე, სადაც შენ შეგიძლია შექმნას შენი ბოტების ქარხანა და მთელი საზოგადოების ინფლუენსინგ რაღაცა ის გააკეთო არანორმალურ დონეზე. რუმინეთის სასამართლომ რომ ეხლა საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები გააუქმა მაგის გამო, ხო? ნახე კითხვა რა შეესაბა. მაგის ჩამდე უნდა დაისაჯოს თუ არა? ეგ ბოროტება გვესმის, მაგრამ საკითხი ესე დგას. ამ ბოროტების ხარჯზე ხომ არ შეიძლება დაისაჯოს ასევე ადამიანი, რომელსაც უნდა თავისუფლად ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს. ანუ სხვისი სიძულვილი არის თუ არა თავისუფლების ნაწილი. თუ კი მაქვს უფლება მიყვარდეს ადამიანი და გამოხატავდე ამას ღიად, უნდა მქონდეს თუ არა უფლება მზულდეს და ამას გამოხატავდე ღიად. აქ თუ აი არ შემოიტანს. მე ვფიქრობ რომ კი, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ რომ ზღვრებში ესე რომ თქვა და რაღაცა ზღვრის მერე შენ მაშინ მიდიხარ ისევ მართველის ხელში რომ უნდა თავადმა გადაწყვეტოს ეს ზღვარი სად გადის. ხო, მაგრამ სასამართლო ხო არსებობს, ანუ რატომ მართველი? აი აღმასრულებელი ვინ არის ხო, მაგიტომ ამბობ კი. ხო, ანუ მაგალითად ეხლა რაღაცა კონტექსტს არ ვამბობ და ეგ არის რა პრობლემა რა მაგალითად ისე გამოდის თითქოს აი დავედი წინადადამდე შეიძლება თუ არა მეზღებოდეს ვიღაცა ზიზღი არის მაგარი რაღაცა რა ანუ რა ვიცი აგი ფეხბურთის ფანატებს ეზღებათ მეორე გუნდი დარბიან ვერფულს ხარჯავენ იმაში რომ სხვა რო წააგებს ამათ უხაროდეთ ხო და ფუნდამენტური ემოცია არის რა ახლა სიყვარულზე რო არ ფოკუსირდეთ მაგრამ ხო და რა თქმა უნდა აქვს ადამიანს მაგალითად ახლა ერთ-ერთი არის ვინ გვეზიზღება რა არის ხალხი რომელიც ზიზღის ლეგიტიმური უფლება გვაქვს არის ხალხი რომელიც ზიზღის ლეგიტიმური უფლება არ აქვს რა ირაციონალური არის ხო მაგალითად ის ვინც ჩემს ბედს წვეთს ჩემი შვილის ჩემი ოჯახის და ჩემის მამის მაგის ბედს წვეთს და წვეთს არასწორად ჩემი გადმოსახედიდან მაგის ზიზღს რო ამიგზალავ მივიღებთ იმას ტაქსი დრაივერს რა დაგადგებით და ცუდად მოიქცევი რა იმიტომ რომ ეს ზიზღი სადაც უნდა გაუშვა რა მთავრობაზე ვამბობ ეხლა ამ შემთხვევაში ხო ანუ მთავრობა არის ხალხი პოლიტიკოსები არიან ადამიანები რომლებიც წვეთენ ჩვენს ბედს ისინი უბრალოდ ხალხი კი არა რომელიც რაღაცას საქმიანობს თავისთვის რა ჩემ ბედი უნდა გადაწყვეტოს და ამიტომ მეზიზღებოდეს არის ძალიან სწორი რამე ანუ ფუნდამენტური შეიძლება რომ მოხდეს და მეორე შემეძლოს თუ არა გამოხატო თუ არ გამოხატავ ეს არის პოლიტიკური სისტემისთვის პრობლემა იმიტომ რომ იღებ რადიკალიზაციას რა იმიტომ რომ სადაც არ აქვს გამოსავალი რაღაც ემოციას ის არის რაციონალური არგუმენტი და მე რაციონალური არგუმენტი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში მაგაზე ვკამათობ ანუ იმას ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფუნდამენტურად საკითხი შეზღუდვა შეიძლება თუ არ შეიძლება და თუ ვიტყვით რომ შეიძლება მე გადაწყდება რაციონალური არგუმენტი არა არ შეიძლება მაგას ვსახე ანუ არ შეიძლება შეზღუდვა ზიზღის, მაგრამ ეს ზიზღი სხვადასხვა ზიზღია თქო მაგას ვიზახი, ანუ მაგალითად მე პოლიტიკოსი მეზიზღება არის სხვა წინადადება თავისი არსით. ან პოლიტიკოსი რომელიც ამს რომ ვიღაც ხალხს ვეზიზღები დამიცავით ამათგან, არა, მაშინ წადი პოლიტიკა. ხო, მაგას ვიზახი, ანუ ის რო თმის, ხო და ეს ხო კომპლექსური ამბავი არის, ახლა პოლიტიკოსი იგივენერად ვერ მიჩივლებს მე ზიზღს რასის ჰეიტ სპიჩს. როგორც ლესკინკას მოცეკვავე, ცოტა შორს წავიდეთ რა. თავისუფლების ციკლის და გამოხატვის თავისუფლების ამერიკის კონსტიტუციაში როგორ არის, ხო? პირველი შესწორება არის 1791 წელს, ну, 1000 შესწორება შევიდა და პირველი ეხება სიტყვის და რწმენის თავისუფლებას და ეს ორი უფლება არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ამერიკის კონსტიტუციაში, ხო? და მთელი ისტორია აქვს ახლა ამას, ხო? ამერიკის კონტინენტზე ევროპიდან გადასახლებას, ბრიტანეთიდან გადასახლებას აქვს თავისი ისტორია, ხო, ინგლისთან. და ეგ ისტორია ეფუძნება სწორედ იმას, რომ ადამიანებს, ბრიტანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ბრიტანეთში, საკუთარი რელიგიური შეხედულებების და რიტუალების მათ შორის გამოხატვა ჰქონდათ შეზღუდული უმრავლესობის პოზიციით, ანგლიკანური ეკლესიის პოზიციით. და ოღონდ მათი ისინი უფრო იყვნენ, უფრო კონსერვატორები შეიძლება ესე ავიც ამდენად სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში იყვნენ დღევანდელი გაგებით. უფრო ორთოდოქსები რა. უფრო ორთოდოქსები, ალბათ, უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა, ხო? და ისინი ამას გაურბიან ინგლისიდან, მიდიან მეიფლაუერით ამერიკაში
ამერიკის კონტინენტზე და პირველ დასახლებას იქ აკეთებენ და შეთანხმებას რა უნდა იყოს ამ დასახლებაში დაცული მეიფლაუერზევე აკეთებენ ერთმანეთთან, რომ იქ ჩასულებს რომ რელიგიური თავისუფლება არ შეელახოთ, უნდა გქონდეთ რაც უნდათ ის წამდნენ ამის უფლება და როგორც უნდათ ისე გამოხატონ. ანუ დღეს ერთმანეთს უპირისპირებენ ხოლმე სიტყვის და რელიგიის თავისუფლებებს და მათ შორის რელიგიური გზნობების საკითხესაც შევეხოთ ეხლა და გასულად ესენი ზნეულში ერთად იშვა. ანუ სწორედ იმიტომ გაჩნდა სიტყვის თავისუფლება, რომ ადამიანებს ელაპარაკათ ისეთი რაღაცები, რაც სხვებს რელიგიურად გააღიზიანებდა. ანუ პლუს პოლიტიკური დევნაც იყო მან, ანუ პოლიტიკის თვალ, ანუ პოლიტიკა ოპოზიციასთან ურთიერთობა არის მთელი კაცობრიობის ისტორია, ამიტომ ეგეც არა, მთლიანად ამერიკაში დასახლება იყო, მაგრამ პურიტანების თემა პირდაპირ იყო, ან გემის შეთანხმება იყო ეგ რელიგიისა და სიტყვის თავისუფლების. ბევრი ფაქტორია ისთვის, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი რა. ერთმანეთისთვის კი, მაგრამ ერთმანეთისთვის რაშიც არ მოიაზრებოდნენ, ქალები არ მოიაზრებოდნენ, რაღაცა სხვა. მათ შორის არ მოიაზრებოდნენ არც გერმანელები, ირლანდიელები და სხვა ვეგენი იმათვის თეთრკანილები არიან და ასე შემდეგ, ადგილობრივები და ასე შემდეგ. ანუ იდეაში რჩებოდა და ასევე მემამულე უნდა ყოფილიყო. მაგრამ კაცო, ეგ ხო ანიშნავს, რომ ნიშნავს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იგებ ერთ ფენას, სადაც განსხვავებული აზრი რამდენად იქნება. მაგრამ ჩვენ ხო არ ვიძახით, რომ ვინც ამ შეთანხმებებს აკეთებდა წარსულში, ისინი ანგელოზები იყვნენ. ამას ხო არ ვამტკიცებ. მაგნა კარტა რომ მაგნა კარტაა ხო ანიშნავს, რომ ჯონი მიწაწყო იყო კაი ტიპი. ამას ხო არა, კარტ ტიპობაზე კი არ მინდა. მე გეუბნები იმას, რომ ამათ ერთმანეთის გამოხატვის და რწმენის თავისუფლება, იმიტომ ესე მარტივად თქვეს, რომ დავიცვათ, მოდი და ყველას არც უნდა ისაკეთოს, რომ ამათი ჯგუფი იმდან ჰომოგენური იყო, რომ ყველას ერთი და იგივე რაღაცის წამდა. ხო, მაგრამ მას ანუ რას მარტივი იყო ეგ მაგათი. მარტივი არის ეს მანამ სანამ მათ ინტერესები ერთმანეთს ისევ არ შეეწინააღმდეგება. და იმ მომენტში არ ეწინააღმდეგებოდა ერთ ეხა ჩვენ სამი რო შევთანხმდეთ ეგეთ რაღაცაზე რა, ყველას აი რაღაცა ისიც წამს ის ვაკეთოთ, ხო? ანუ ერთმანეთს იდეაში ვიცით რომ არაფერს არ დაუშვებთ. აი ეგენიც ეგრე იყო. ხო, მაგრამ ეგ იყო თქო განსხვავება, რომ ოღონდ ეგ იდეა ანუ ავიღოთ კანონის უზენაესობის იდეა, ხო, სამართლებრივ მე ცალკე გვექნება საუბარი. მაგნა კარტას ხო თვლიან, რომ საფუძველი ჩაუყარა ამას თავისუფლების დიდმა ქარტიამ. ოღონდ იქ ხო ვრცელდებოდა ფეოდალებზე და მეფის დამოკიდებულებაზე, მაგრამ მე ყველაზე გავრცელდა. ანუ ესე დაიბადა. პრინციპი დაიბადა რა. რო ავიღოთ მირანდას კატალოგი მე და იურისტებად უფრო გავიგოთ, ერნესტო მირანდა იყო ეგეთი ნარკო რეალიზატორი ამერიკაში, რომელმაც დაიჭირეს და იქ თქვა, რომ მეო პოლიციამ რომ დამაკავაო, არ ვთქვა ჩემთვისო, რომ მქონდაო დუმილის უფლებაო, რაში მედებოდა ბრალიო და ადვოკატის უფლებაო. და ამიტომ ვილაპარაკეო და უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ეგრო ესე მოხდა, დამკაც არ უთხრეს, ამიტომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო და მირანდა კატალოგი ესე შეიქმნა ადამიანის უფლებაში სამი უფლების განმარტება ყველა მიწის დღეს. მაგრამ ეს ხوانშოს მირანდა კაი ტიპი იყო. კარგი ტიპობაზე არ მივიდივარ. ნახე შენი არგუმენტი, ანუ ჩვენ რაზეც დავუწყეთ კამათი, თავიდან იყო ეს ზიზგ და სიძულვილის შეზღუდვა შეიძლება თუ არა. და შენ მე ესე აღვიქვი და მითხარ თუ არა სწორად, რომ შენ მიდიოდი ამერიკული განმარტებისკენ გამხატვის თავისუფლებისა, რომელიც ამბობს, თუ ვიღაც ადამიანს რისკს არ უქმნის, აფრთხეს რაღაცნაირად, შეიძლება რაც გინდა ის ილაპარაკო, რაზეც შეთანხმდნენ ეს ტიპები 1601 წელს, ხო? ხო, არ შეთანხმდნენ. რაც ხო, რა ძირითადად და ჩემი თეზისი ამ შემთხვევაში ამ კამათში ის არის, რომ 1601 წელი იყო 400 წლის წინ და იმ ტიპებს, რომლებიც იდეაში ერთნაირი ხალხი იყო, მარტივად შეეძლოთ მაგისი მაგაზე შეთანხმება და მით უმეტეს რა კი კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს ეს თუ ყველა 20 წელს შეიძლება ასე შემდეგ. ეხლა რა კი მოკლედ პირველი შესწორება მე ეგრე მგონია, რომ აი ამ სამყაროში ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ამერიკაშიც გარკვეულწილად რაც ხდება, წაილეკა იქაურობა, მარჯვნივაც მარცხნიდანაც სრულიად სიძულვილი ცავსე დამაზიანებელი და აი საზოგადოებრივი ფაბრიკისთვის გამანადგურებელი პროპაგანდებით, რომელსაც ვერ შეძლო პირველი შესწორება თუ გავს. ხო, მაგრამ სიყვარულიც ძალით არ მიიღწ. სახელმწიფო სიყვარულს ვერ დაამკვიდრებს. მე მგონია თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ საბოლოო ჯამში ისევ სიყვარულზე აშენონ საზოგადოება. ამა ეს იყო რაზეც ლევანისთვისაც მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ლევანმა სიკეთე და თავისუფლება დააკავშირა ერთმანეთთან. განვაკავშირა. ხო, და მე მგონია რომ თავისუფლებისგან ბოროტებაც შეიძლება წამოვიდეს, აი Breaking Bad თუ გაქვთ ნანახი, ეგ არის გადასარევი ჩემთვის დოსტოევსკის დონეა თუ მეტი არა მართლა ანუ ეგ არის ისტორია ადამიანზე რომელიც შეზღუდულია რომელიც არის გენიოსი და შეზღუდული არის უბრალოდ თავისი ეს რაღაცა მთელი მრისხანების გამოვლინებისგან ამ საზოგადოებრივ რაღაცა წესები და ის თავისუფლდება მთელი ეს ამბავი არის ტრანსფორმაციის გათავისუფლების ამბავი რომელსაც ბოროტება მოაქვს მაგ შემთხვევაში ეს თავისუფლება არის თუ არა შესაზღუდი რაღაცნაირად იგივენაირად მოვდივართ მე სიტყვის თავისუფლების ამბავზე ვაჟასთან წავიდოდი და ბედნიერება და თავისუფლება აი ვაჟა ამბობს რომ თავისუფლება, იგივე ბედნიერება, იგივე თავისუფლება.
ხო და არ არის რა, ანუ სიამდვილეში ჩვენ ეს voter right იმიტომ კი არა, ამბობთ რა არათავისუფალი არის რა, უბრალოდ ბოროტი არის რა, ანუ ის მას თავისუფლება კი უნდა შეუძლოს, ბოროტის კეთება უნდა შეუძლოს. ანუ ეს ბოროტება არის ძალიან კონკრეტული, ანუ ნარკოტიკის წარმოებას მოყვება კონკრეტული შედეგები, ხალხი ყვება. მაგალითად ის შეყვარებული იმის. ნუ ეგ ხო, კი იმის ჯესის, მაგრამ მაგას შეიძლება იმის თქმა, რომ მაშინ აი თავისუფლების იდეას მასე თუ გავყვები სხვას არ უქმნის საფრთხეს, იმით რომ მე მოვიხმარ ნარკოტიკს, ხო? ანუ ის ადამიანები თავისნებით ყიდულობენ, იმაში ფულს იხდიან, ეს ხო არ ურიგებს და შტუაში ეს იდეაში, რასაც აკეთებს, არაფრის განსხვავდება იმისგან, რასაც აკეთებს დაუშვათ ვაისროის მწარმოებელი თუ რა ქვია სიგარეტები, არც ვიცი, ხო? ასე შემდეგ, ხო? ანუ ბევრი რაღაცა იწარმოება ისეთი, რაც კლავს ადამიანს, მაგრამ ნახე, როგორ წავიდა რა მიმართულებით სამყარო რაღაც ეტაპზე სიგარეტი იყო ჩვეულებრივ კულტურულ ამბად მიჩნეული, მოხდა მისი პოპულარიზაცია, ჩაქსოვა კულტურაში, Marlboro, ისა, ფილმები, ცხენები, კაუბოები. მერე მივხვდით და ეხლა იმის მაგალითად ერთბაში დავგრძელოთ, რაც აი მშალი კანონის ეფექტი, ანუ შანსი რო არა გაქვს, ესე ეცედა კულტურა ამოატრიალო, ხო? ანუ წავიდა იმ მიმართულებით, რომ არის სირცხვილი იმის აკვარიუმში ეწევი, აეროპორტში როცა ხარ, სიგარეტზე არ ახატია რამე ლამაზი და კარგი და მშვენიერი და ასე შემდეგ. ფერი ახლა საერთოდ ფერი არ არის. ხო, სპეციალური არის შერჩეული ფერი, ანუ ძალიან დიდი კვლევების შედეგად შერჩეული ფერი ყველაზე მიუღებელი ფერადაა მიჩნეული, რაც კოლოფების ფერია. მეც არ ვიცოდი, გადაცემას ვუყურებდი. ხო და რა ვიცი, შეიძლება თქვა რომ ვივარაუდოთ, რომ როგორც რაღაც რამდენიმე საუკუნე ჩამოყალიბდა ეს მოწევის კულტურა, რამდენიმე საუკუნეში გაქრეს საერთოდ იმის გამო, რომ ესეთი დამოკიდებულებაა კულტურაში თვითონ, ხო? ანუ ისე ეს არის კონკრეტული რაღაცა მოვლენა ჩვენ საზოგადოებაში, რომელსაც კონკრეტულად უნდა მიუდგეთ რა. ანუ თამბაქოსთან პარალელის გავლება, თქვა ნარკოტიკთან, ეგ არ იქნებოდა სწორი იმდენად, რამდენად თამბაქო უკვე დაგვემართა ჩვენ სამყაროში უკვე თამბაქო არის. აი, მაგრამ Walter White-ს რო დაუბრუნდეთ, ხო, ანუ პოინტი ის არის ამ შემთხვევაში, რომ არის მეხუთე სეზონამდე მაინც Walter-ი არ არის თავში არ უტყავს საერთოდ, უბრალოდ ბიზნესმენია რა. და იდეაში ძალიან ცუდი ტიპიც არის, რომ თავისუფლება ბიზნესმენია ნარკოტიკების. თავარი კითხვა რომელიც უნდა დავსვათ და მე მგონი ეს კითხვა დავტოვოთ თან მომდევნო შეხვედრებისთვის იქნება, რომ ნარკო მომხმარებელს აქვს საშუალება თავიდან აერჩიოს ნარკოტიკი, მაგრამ როცა ნარკო დამოკიდებული ხდება, აქვს თუ არა თავისუფლება უარი თქვას ნარკოტიკზე. ეს არის საკითხი, რომელიც მე ალბათ სხვა დროს უფრო მეტ გარჩევას საჭიროებს, იმიტომ რომ მას აქვს თუ არა დარჩენილი თავისუფლება. თუ უკვე დამოკიდებულია და აღარ შეუძლია. კი, მაშინ მანდო შემოვიტანოთ ადამიანი, რომელიც ხდება პროპაგანდის მსხვერპლი. თავიდან აქვს უფლება და შესაძლებლობა აერჩიოს, რას მოიხმარს და როგორ, მაგრამ როცა ხდება უკვე ძალადობრივი სიძულვილის მომხმარებელი, პარალელი ვერ გამოვამან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბიოლოგიურადაც სხვადასხვა პროცესს ვიღებთ აბსოლუტურად. ძალიან ბევრი კვლევა იმაზე, რას უშვება ალგორითმები ეგეც ჰორმონების. უკეთება ჯერა, რომ თავისუფლება და ბედნიერება ვაჟას ვემხრობი, არის განუყოფელი ცნებები. სხვა შორის არის ბევრი მე და ლევანს გვისაუბრია ძველად ამაზე, რომ ადამიანი, რომელიც არ არის თავისუფალი ვერ იქნება ბედნიერი და საზოგადოება, რომელიც არ არის თავისუფალი ვერ შექმნის თავისუფალ ქვეყანას. ეს არის ვაჟას სიტყვები, ორი წერილი აქვს ამას დაწერი, რა არის თავისუფლება და რას ქვია თავისუფლება და მე მაინც მგონია, რომ აი ეგ არის, რაც თავს უყრის ამ თავისუფლების იდეას. სხვა შორის დამოუკიდებლობის დეკლარაციაშიც ბედნიერებისკენ სწრაფვა და თავისუფლება გვერდიგვერდ ალბათ შემთხვევით არ წერია, ხო? რაღაც არის ეს ურთიერთშემავსებელი. ხო, თუმცა სხვა რისად უნდა გავიდეს არის შენ დასვ შეკითხვა ბედნიერება არის თუ არა და ორნაირად შეგვიძლია რა, ჩემთვის ერთი არის ბედნიერება, რომელსაც აღწევ, იმიტომ რომ რაღაც არჩევანი გააკეთე, ხო, თქვა ჩააბარე, ისწავლე, შენი არჩევანი ყველაფერი და აღწევ და მე გიხარია, რომ რაღაც შენი თავისუფლებით მოხვედი აქან. მეორე არის ბედნიერების უბრალოდ მდგომარეობა, რომელიც არ არის რაღაც არჩევანს დამოკიდებული, უბრალოდ რომ ხარ ბედნიერი, ეგეთ მომენტი თუ ქონია ცხოვრების ცოტა ისეთი რაღაც გაგანათა რა. მთაში სიარულის გამოცდილებას ადარებენ ხოლმე ამას რა, რაღაცნაირი გასვლითი მდგომარეობა, ხო? თავისუფლება მხოლოდ თაშია. კი, წინადადაც მაქედან მოდის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არათავისუფალი ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი. და ეგ არის აი ორველთან ყველაზე საფუძველი, რითიც ართმევს ადამიანს თავისუფლებას სისტემა, რომ ადამიანს ხო, ადამიანს პრიმიტიული ბედნიერება. ესეთ ფორმულა აქვს რა ორველს, რომ ფუნდამენტური არჩევანი, რომელიც ადამიანის წინაშე დგას, ყოველთვის არის არჩევანი თავისუფლებას ბედნიერებას შორის და უმრავლესობა იჩნევს ბედნიერებას. ხო, პასუხისმგებლობისგან გაქცევას, მოდი ესე დავარქვა. თავისუფლების თანხლები პასუხისმგებლობა გეხსნება და ამით ხდები უფრო ბედნიერი. შენ რო აკეთებ იდეალიზაციას, რომ აი თავისუფლება ბედნიერება ერთ და იგივე არის რა, ანუ რაღაც აბსტრაქცია არის ჩემთვის, იმიტომ რომ თავისუფლება არის მექანიზმი, ანუ თავისუფლება თავისთავად ვერ იქნება ბედნიერება. ბედნიერების საფუძველი არის წესით, მაგრამ ბედნიერება სხვა საფუძველიც აქვს რა, მაგალითად სუბთა ფიზიოლოგიური, რომელიც არ არის არანაირად თავისუფლებასთან დაკავშირებული. ხო, გაჩვენა გურგუსის ბედნიერება. მან მუსიკის ექსპერიმენტზე შეიძლება ვილაპარაკოთ
შენი კოლეგის, ხო? ანუ რომელმაც მატრიცა მაგის მიხედვით არის პრინციპში გადაღებული, ანუ რომ კონდეს შესაძლებლობა, რომ შეუერთდე მანქანას, რომელშიც სულ იქნება ბედნიერი. არასოდეს. და დაუშვათ ამისი მე კიდევ ერთი ვარიანტი არის მოდიფიცირებული, რომ დაუშვათ ყველა წელში გაღვიძებენ სიტუაციაზე და გეუბნებიან, რომ კიდე გინდა გაგრძელება, ხო? ანუ ისე რო არ იყოს, რა თელ შენ დანარჩენ ცხოვრებაზე ამბობ უარს რა. აირჩევდი თუ არა, ანუ რა ვალიდური არგუმენტი არსებობს იმისი, რომ მაინც თავისუფლება თუნდაც უბედურების აირჩიო. ხო, ანუ ეგ მან მატრიცაში არის, როდესაც ეს და მაგიტომ ფიზიოლოგიური მოდი, რა ვიცი, ხა კლასობრივად არ გავყოთ, მაგრამ არის რა რაღაცა მოთხოვნილებები, რომლებიც უფრო ბაზისური არის და ადამიანთა გარკვეული ნაწილის ახლა დღეს მაგალითად სულ მეფიქრება, დღევანდელ საქართველოს რო უყურებ, თუ დააკვირდები რა ეს გამდიდრებული ხალხი რა კოლ-ცენტრების ისინი, როგორც მე მითხეს, აი Porsche ვისაც ყავს, ყველა კოლ-ცენტრი არის რა ახალგაზრდა ტიპი რა და რო უყურებ, Porsche-ი რო გცნობენ დიდარ კაცს, პრობლემაა, ხო? ანუ მაშინ როდესაც არ ვიცი, Bill Gates და იმას რა ნახე ბოლო სურათი მანქანასთან გადაღებული ან რაღაც, ხო? ანუ რაღაცა დონეზე ჩვენთან არის ხალხი, აი ეს კაცი რომელიც ეცაეხა იმას, რა ქვია, ცეცხლაძის მამას, ხო, აქციაზე შედიხარ, გონკაობს რუსული სიმღერები აქ ჩართული გვერდზე ქალიუზის, ანუ სტერეოტიპულად, ბანალურად სულელური ოცნებებიც აქვს რა, ამ თავის ბედნიერებისკენ სწრაფვის დროს რა და ხა ჩვენ რასაც ბედნიერებას ვეძახით, ხო, რაღაცა ეს რაღაცა მდგომარეობა და ჩემი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და იმის ზღვარზე გადასვლა სხვისთვის რამის გაკეთება, ანუ რაც პრინციპში არის ფილოსოფიის და ლიტერატურის მთელი ღერძი, ხო, ასე ვთქვა. ის არის ძალიან მიღმა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის რა და ამიტომ ბედნიერება მონახო თავისუფლების გარშე ძალიან მარტივია. ეტყვი რომ მანქანაა ბედნიერება, იყიდი სამანქანას, ხანდახან სურათებს ვადიდებ ხოლმე, რომ უბრალოდ დავინახო, რომ ეს ტიპი ზეგ ეს კოლ-ცენტრები რომ დაიკეტება, უბრალოდ ჰაერში რჩება რა, მაგრამ იმდენად ბევრად უფრო ბედნიერი არის შეიძლება ვიდრე ჩვენ სამი აქ ჩვენი ჭმუნვებით და ემეთი რა ქვია სიყვარულზე და თავისუფლება ბედნიერება. გეთანხმები, იმიტომ მე მგონია მართლა ეგ რომ თავისუფლება არის უარი ბედნიერებაზე. თავისუფლება ეს უკვე ძლიერი გამონათვალია. და გეტყვი რატო? არა, აი მართლა ეგ რო ვთქვა, აი იმიტომ რომ აი ქართველობა ეგ არის, ანუ თავისი არსით, ანუ ჩვენ ისტორიის განმავლობაში თავისუფლები ვრჩებოდი და ვირჩევდით თავისუფლებას, როცა შეგვეძლო დაუშვათ, რაც არის წმენა შეგვეცვალა თუ ასე შემდეგ რაც იქნებოდა და ეგ არისო რაღაცა ისეთი არჩევანი, ხო, ანუ აი შევკრებილი მაძღრობას ერთმანეთში არ უნდა აურიოთ კომფორტულად ცხოვრებაზე. ეგეც არის, აი ხა მაგალითად ჩვენ ვირჩევთ ყოველდღიურად დაუშვათ, რომ ჩვენ გავიდეთ რაღაცა აქციაზე, როცა ეგ არ არის საერთოდ კომფორტული, ჩვენ შეგვიძლია რომ დიდი ძმის სიყვარული დავიწყოთ და ვიქნებით ბედნიერები, როგორ არ ვიქნებით და ვირჩევთ ყველა ჯერზე რომ ვიყოთ თუ ტვინს გათიშავ, თუ იქნები რაციონალური, თუ იქნები, თუ დაალაგებ რაღაცა pros and cons, ხო, ანუ შეიძლება იყოს, მაგრამ თავისუფალი ვეღარ იქნება. თავისუფლება ჩემთვის არის არჩევანი, რომ თუნდაც ნოზიკის მანქანა იყოს აქეთ, თუნდაც რაღაცა Porsche-ები იყოს აქეთ, თუნდაც რაღაცა, შენ გააკეთო ირაციონალური გადაწყვეტილება და აირჩიე რომ ჩემ თავის ამბავი მე. ნენდელა უნდა წავიდეთ. ვინის დადგენისკენ, ვინაობის. მე სულ მახსენდება ხოლმე 1994-ში აი როცა შეყვარებულს გათქვამ ვერაცოს ვეღარ იქნები ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბრუნდები. და ეგ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ადამიანმა იცის თავისუფლების ფასი და იცის მისი პასუხისმგებლობის ფასი, რომელიც მას ერთხელ ამას უარყოფს, თუნდაც იმიტომ რომ კომფორტულად იცხოვროს, ის იქნება კომფორტულად, მაგრამ ბედნიერი ვეღარასდროს ვეღარ იქნება. მე ესე უყურებ ამ საკითხს. შეიძლება დამეთახოთ, შეიძლება არ დამეთახოთ. მოგეთ, მადლობა. ჩვენ შეხვედრას მადლობა. მეგონი რაღაც საინტერესო ამბები განვიხილეთ, გაგზელებათ ღირს. აუცილებლად. და ხო, ეხლა ქულა უნდა გკითხოთ, თქვენი აზრით ამ ღვინოს რამდენ ქულას დაუწერდით 10-დან? 10-დან. შეგვიძლიათ მეათედებშიც კი დაამკვალოთ. სადაც 0 ნიშნავს ცუცს, 10 ნიშნავს ძალიან ყველაზე კარგს. მე ალბათ 800, იმიტომ რომ წინ მგონია რომ შეიძლება უკეთესი ღვინოები იყოს, ამიტომ მეც რა, მაგრამ აი მართლა საღამოს ძალიან სიამოვნებით მოვწუყავდი ამას. არ გაგწევთ. მინაიდან ეს ჩემპიონატი მთავარია, ცუდად არ მხდიდეს, ბანალურად უყურებ. ზოგადად მშრალი ღვინოები ჩემი ის არ არის. მანდაც ეტყობა რომ არ ვარ ღვინის მცოდნე, იმიტომ რომ ამბობენ რომ ტკბილი საერთოდ არ არსებობს.
ეგეთი ისინიც მაგრამ ტკბილი ღვინო არ არის საერთოდ რაღაცა წვენი. ტკბილი არ უყვართ ხოლმე. ხო, პროფესიონალურად მიიჩნევენ. ხო და მაგრამ ეს არის ის რაც როგორც აღნიშნე საღამოს თქვენთან ერთად კიდე გავაგრძელებდი, ამიტომ მე მეწე 900 ვიტყვი რომ ამას გადავაკეთებ. ეს არის ნუკრი ქურდაძე არის ესეთი კარგი მეღვინე, ფაფარიველი ესე ქვია ამ წარმოებელს. კახეთია საფერავია, რა თქმა უნდა. ფაფარიველი. კი, არის ტერიტორია, სადაც მისი ვენახია, ბიოვენახები აქ ცხადია და ღვინოსაც ნატურალურ წესით აყენებს, ეგ ნიშნავს თავისთავში არა მარტო იმას, რომ ვენახსული ბიოწესებით, არამედ თქვა ფილოსოფიაც არის, რომ ღვინოში გოგირდი ნაკლებად გამოიყენო, თქვა ღვინოს არ ფილტრავენ, ბუნებრივად თუ კი ხდება დაწმენ და ასე გამოიყენება, სამი ტერასა ქვია მას. ქვევრები აქვს ტერასებად და ერთიდან მეორეში მეოდან მესამეში ესე გადააქვს და ევროპული განათლებით არის. იქ მუშაობდა, ცხოვრობდა ევროპაში და მე დაბრუნდა საქართველოში და ესეთ კარგი საქმე დაიწყო. მოკეთ მადლობა ნუკრის, მაგრამ შესაძლოა იყო მე-7 ნომერი ქვევრის ღვინოა, როგორც აწერია. ესე რომ შეგვიძლია ვიცოდეთ მის შესახებ. მშრალი ღვინო არის 2023. დიდი მადლობა. აუჩის. მადლობა.